გამარჯობა. გამარჯობა. ისმის შემიხმა. ისმის. ეხლა უნდა დამეწერა და ვეღარ მოვასწარი. მე ვერ ხვდები სამების კონცეფციას. თან მუსლიმი ვარ, ვფიქრობ საინტერესო იქნება. მოკლედ რავი, ჩემი კითხვა ესეთი არის ახლა. თოკო სანამ კითხოს დამისვა, კითხვა მაქვს სუნიტი მუსლიმი ხარ თუ შიიტი? სუნიტი ჰადითებისაც ჯერ ამწამს. არ ვარ შია და რაღაც ძალიან ისე ვაჰაბი, სალაფი, რაღაც მოგონილი თემა არა ვარ მოკლედ რა. ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს, მინდა ესეც გავთქვა. მადლობა, ასევე ანალოგიურად მადლობას გიხდი პატივისცემისთვის გოჩი თუ მსხაი. ასევე. მოკლედ რა მაინტერესებს, იცი? რავი, რა თქმა უნდა, შენი გადმოსახედი მაინტერესებს, მაგრამ აი როცა ამბობ, რომ ორი ცოდნა აქვს, ხო? ადამიანური და ღვთაებრივი იესოს. არის სლა. როცა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის აი ეს ორი ბუნებრივი თუ ორი ბუნების თუ ორი პიროვნული რაღაც რავი როგორც არის, აი მაგალითად ხო წერია ბიბლიაში, რომ თვითონ იესო ამბობს, რომ მხოლოდ მამამ იცის ზეცაში საათი აღსასრულის დღის და თვითონ და არც კი ანგელოზებმა არ იციან. აი ეს თემა როგორ ხდება, როგორ იყოფა, ასე ვთქვათ, ის რომ თუ სამებაა და სამივე პიროვნება იზიარებს, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე რაღაცა ბუნებას, ხო? როგორ შეიძლება რომ ყველა სხვადასხვა რაღაცას ფიქრობდეს, ანაკეთებდეს და აი თუნდაც ეს რომ იესომ არ იცის. მივხვდი კითხვას. მე აგიხსნი კარგად სამების კონცეფცს, მაგრამ რადგან კონკრეტულ კითხვას მისვამ, ანუ ჯერ კონკრეტულ კითხვაზე გაგცემ პასუხს, აი ქრისტეს მათესთან და მარკოსთან რაც ხდება, რომ საათი არავინ არ იცის სიტყვაზე, მაგაზე მინდა რომ უცებ მაგაზე მოკლედ გაგცემ პასუხს და დიდხანს არ მოგაცემ, მაგრამ ჯერაც ახსენე რომ წინააღმდეგობას რაც შეეხება, ნახე მაგალითად, ანუ ჩვენ ვიცით რომ ერთი და იგივე საგანძს არ შეიძლება ერთი და იგივე თვისება, ერთი და იგივე მომენტში, ერთი და იგივე კონტექსტში, ერთი და იგივე გაგები თან კონდეს და თან არ კონდეს. ერთი და იგივე საგანძს თვითონ, ანუ მაგალითად, ნახე, შენ თოკოს, ანუ შენ შედგენილი არსება ხარ, შენც კი. აი მაგალითად, შენ გაქვს სხეული და სული, ანუ გაგაჩნია მატერიალური სუბსტანცია, გაგაჩნია არამატერიალური სუბსტანცია, ესე რომ დავყოთ. ხო ხტები, მაგრამ მან წინააღმდეგობა არ არის, იმიტომ რომ ეგ შესაძლებელია ჰიპოსტაზში, ანუ პიროვნებაში გაგაჩნია. ცეცხლი და წყალი ერთდროულად შეუძლებელია, მაგრამ ცეცხლი რო გქონდეს აქეთ და წყალი აქეთ, ეგ შესაძლებელია, ანუ პიროვნება მფლობელია და ამიტომ პრინციპი გაიგო. ეხლა რა შეეხება საათის ცოდნა, ნახე, ქრისტე ამბობს ესეთ რაღაცას, რომ არავინ იცის და იქ მათეს მარკოსთან ხარ ხვდება ხან არცა ძემან. ეს რას ნიშნავს, რომ ცხადია ქრისტე არ გულისხმობს, რომ მან არ იცის მეორედ მოსვა როდის იქნება და გეტყვი რატო? იმიტომ რომ მან გამოყენებული სიტყვა არის უდეს ოიდენ, ანუ მესამე პეში საუბრობს ქრისტე თავის თავზე და სხვადასხვა ზუსტად იგივე საკეთებს პავლე მოციქული პირველი კორინთელთა მეორე თავის მეორე მუხლში ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მე გადავწყვიტე არაფერი მცოდნო და ზუსტად იგივე სიტყვას იყენებს გარდა იესო ქრისტესი და მისი ჯვარცმისა. მაგრამ ცხადია პავლე არ გულისხმობს, რომ ინტელექტუალურ დონეზე არაფერი არ იცის ქრისტეს ჯვარცმის გარდა, იმიტომ რომ ეგრე იყოს, მაშინ პავლე ვაფშე ვერ დაწერს რასაც წერს, ანუ მინიმუმ წერა იცის, ანუ მაგას ხვდები ისედაც ხო ხდება, ანუ ქრისტე ამბობს, რომ მას სურვილი არა კონკრეტული ინფორმაციის გაცხადების და მაგას სხვადასხვა მოწაფეები ხვდებიან. ნახე რაზე ჩანს რომ ხვდებიან. ქრისტე რომ მოკვდება და რომ აღდგება, სანამ ამაღდება მოწაფეები, ნუ იონეს სახელებაში ეუბნებიან, რომ ჩვენ ვიცით, რომ შენ ყველაფერი იცი და სანამ ამაღდება საქმეის წინში ეს რაღაც ეკითხებიან მოწაფეები, რომ როდის მოხვალ მეორედ, ანუ როდის არის შენი დაბრუნების დრო, ანუ მოწაფეებს, თუ ქრისტემ არის მოწაფეები რაღაც ეკითხებიან, არა, იციან მოწაფეებმა, რომ ქრისტე მიცის, მაგრამ ქრისტე რას პასუხობს, ნახე პირდაპირ საქმეის წინში. ეს რაღაც ეუბნება. თქვენი საქმე არ არის დროისა და ჟამის ცოდნა. ანუ უკვე ქრისტე პირდაპირ ეუბნება მათ რეალურად რას გულისხმობს მაგ უდეს ოიდენში და თან ქრისტე ადარებს თავის მეორედ მოსვლას ქორწილს და ებრაულ ტრადიციაში, ანუ ზოგადად ქორწილის თარიღის გაცხადება არის მამის პრეროგატივა. ყოველთვის ესე იყო და აპოკალიფსი ეგრე იწყება. აპოკალიფსი მამამ გადასძეს, ზემ გადასცა თავის მონას იონეს და იონე განგვიმარტავს ეს გრძელი თემა, ამას აღარ ჩავყვები. ეხლა რაც შეეხება, ანუ აი მაგ იმას კითხოს, ნახე, ორი სულ ცოდნას როცა ორ სულ ცოდნეს როგორ არ გულისხმობ, ეგ მინდა რომ აღიხსნა. ანუ ქრისტე ცოდნაში არ არის როგორც ჰიპოსტაზში შეზღუდული. ნახე, განკაცება როგორ ხდება, ეს არის რაღაცა ტრიუკი, მაგია. ნახე, ღმერთი არის პიროვნება, ღმერთი რო პიროვნება, მაგაში შენც მეთანხმები, ანუ შენი რწმენიდან გამომდინარე ღმერთი პიროვნულია, ცხადი, ანუ რაღაცა ძალა არ არის ინდუისტები და ბუდისტები და ისინი არ ვარ ჩვენ ხომ ღმერთის ძველი. ხო და მან პრინციპი რა არის, ნახე,
ჩვენ როცა ვამბობთ რომ ღმერთი არ არის ერთპიროვნული და აი ქრისტე განკაცდა ანუ ზეღმერთი მოვიდა ან მაგას როცა ამბობს სიტყვაზე რაღაცა მან ანუ ქრისტე ეს ნიშნავს რომ ქრისტემ შეიძინა ადამიანური ბუნება თავის იპოსტაში ანუ პიროვნება არის და ზოგადად აი ეხლა მარტივ განსხვავებას გავაკეთებ პიროვნებას და ბუნებას შორის იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ვაფშე ჩვენი ეკლესიის ქრისტიანულ ისტორიაში რაც კი ერესი გამოვლინებულა იმპლიციტურად მოიცავდა იმას რომ ადამიანები ვერ მიხვდა პიროვნებას და ბუნებას შორის სხვაობა ეხლა ნახე რას გულისხმობს ბუნება არის არსი იგივე, ანუ ეს ბუნება არის საერთო თვისებების ერთობლიობა. აი მაგალითს მოგყვან, ახლა მაგალითად დავიღოთ მე და შენ აზროვნება, ორივეს გვაქვს ეგ. ბუნებით, მაგრამ აზროვნება რო ავიღოთ როგორც ბუნებითი თვისება, ეს ცალკე ესეთი რაღაც არ არსებობს, ანუ ეს არის აბსტრაქტული მონაცემი. ცალკე არ არსებობს, იმიტომ რომ აზროვნება ესე არ არსებობს ესეთი რაღაც, ანუ მაგრამ არსებობს მოაზროვნე, ანუ პიროვნება, რომელსაც ეს აზროვნება როგორც ბუნებითი თვისება რეალობაში მოყავს. არ არსებობს მაგალითად ადამიანურ მაგალითზე გადავიდე, შიმშილი არ არსებობს. მშიერი არსებობს, ანუ ვისაც ანუ პიროვნება რომელიც არის მაგ შიმშილის მაგ ბუნებითი თვისებების ამამოქმედებელია ეგ არსებობს ეგ ცხადია მაგრამ ხო ხდები ესე ცალკე ეს არის აბსტრაქტული მონაცემი იმიტომ რომ აბსტრაქტული იმიტომ რომ ყველას აქვს ვინც მაგ ბუნებას ფლობს ეხლა საქმე რაშია ჩვენ ვიცით რომ ღმერთი არის აბსოლუტური აზროვნება აღმე აბსოლუტური სიყვარული აბსოლუტურის აბსოლუტურს მაგრამ ეს ხო ცალკე რაღაცა ძალა არ არის ანუ პიროვნებას უნდა ქონდეს ეს ანუ ქრისტე არის ამ ბუნებითი თვისებების რეალობაში მომყვანი ჰიპოსტას შეუძლია ბუნებითი ორი სხვადასხვა ბუნების თვისებები რეალობაში მოიყვანოს ისე რომ იგივე ჰიპოსტასი დაშეს ის არსი არ შეიცვალოს და ადამიანური ბუნება ხონდეს. ანუ ეს ღმერთისთვის ლოგიკურად შესაძლებელია ცხადია და ჩემი აზრით აუცილებელი რატო გეტყვი თუ მახამდე მივიდა ჩვენი საუბარი განვიხილოთ. და ნახე აი როცა ამბობ სამება შენთვის ძნელი გასაღები არ იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაგალითად თუ სუნიტი ხარ და ამ შემთხვევაში გჯერა რომ ყურანი არის ღმერთის უქმნელი სიტყვა, მარადიული სიტყვა. და წიგნის სახით არის გამოვლენილი სამყაროში ამ შემთხვევაში და ნუ მანდაც ანუ კონცეპტის დონეზე გეუბნება მარტივად რომ მიხვდე ამ შემთხვევაში ჩვენ სიტყვა მაგალითად ღმერთს ხო ღმერთი განკაცდა ანუ შეიძინა ადამიანური ბუნება ამოქმედა ჰიპოსტასით ხო ანუ ადამიანური ბუნებით მოგვევლინა აი ნახე მან ხდება ზუსტად ძალიან სერიოზული გაყოფა რა სწორად გამიგე რა თქმა უნდა როგორც მუსლიმს რადიკალურად სხვა შეხედულებები მაქვს ძალიან ბევრ რაღაცაზე და ანუ შედარება შორს ვერ წაგვიყვანს რა, ნუ მე მაინტერესებს ასე ვთქვათ შენი გადმოსახედი, როგორც ასეთი ძალიან ბევრად ნაკითხი და სწავლული ადამიანის ვიდრე ძალიან ბევრის რა. ოკეი, ისმის. ბოდიში თოყო 2 წამი ბოდიში ძმაო ტელეფონზე მირეკავენ, ბოდიში ხიხდი 2 წამი ძმაო 2 წამი მინდა ზუსტად, მოიცა? არ არის პრობლემა. ხო, გისმენ ძმაო, გისმენ. მან ხდება ძალიან სერიოზული გაყოფა რა, რომ აი ადამიანის ბუნება შეიძინა, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგას უარყოფთ ყველანაირად რა. ეხლა ნახე როგორი რაღაც მაინტერესებს. უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან შეხედო რა, მე იესოს, ყოფილიყოს და ღმერთს სხვადასხვა არსებებად განვიხილავ, რა თქმა უნდა, როგორც მუსლიმი. თუ ქრისტიანული გადმოსახედიდან ორივე ერთია, ასე ვთქვათ, ხო? და სამივე ერთია. თანასწორი ხო უნდა იყოს. ამასთან ნუ ამაზე არის რაღაც ფსალმუნი, ერთი წამი და აი ეს არის საუკუნე სიცოცხლე იოანეს სახარებაში, სადაც იესო თვითონ ამბობს, რომ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, ნუ მამა ღმერთს და იესოს, რომელიც მოავლინე შენ, ხო? ანუ რადიკალურად ძალიან ხადად გამოყოფს თავს, ამაზე მაინტერესებს, რას მეტყვი და პლუს მაგას კიდე, როდესაც ღმერთი ადამიანის ბუნებით მოდის, ხო, როგორც იესოს სახით, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ადამიანური ბუნება ბევრად შეზღუდული არის, ვიდრე ღმერთის, ღმერთი შეუზღუდავია, როგორც ასეთი, ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა. და ადამიანი შეზღუდულია თავისი შიმშილით, იმით, რომ, ნუ ადამიანური მოთხოვნილებები რაც არის, თუნდაც აი აზროვნებაზე რაც თქვი რა, რა თქმა უნდა, როდესაც ინფორმაცია გადასამუშავებელია რაღაცები არის, თვითონ ტვინში ასე ვთქვათ მოსახდენი, რა თქმა უნდა, აზროვნებაა საჭირო და ღმერთი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს, ხა ყურანშიც წერია, რომ რაღაც ფიქრი რა, მაგრამ რა თქმა უნდა, რადიკალურად სხვა თემა არის, როდესაც ღმერთზე ვსაუბრობთ რა ფიქრი რა იმენა რა, მაგრამ
როგორ შეიძლება რომ შეზღუდული იყოს შეუზღუდავი არსება და აი როგორც წყალი და ცეცხლი ცოტა მე შეიძლება მე კარგად ვერ აღიხსენი ეგ აი რასაც გეუბნება ეხლა ამაზე მეორეზე გახსენ ნაწილზე პასუხს მე გეტყვი იმ უხზე რაც ბიბლიიდან მოგიყვანე მაგაზე გეტყვი ანუ ქრისტე საღვთო არსით შეზღუდული არ არის მას შეზღუდვა არ აქვს აბსოლუტურად შეუძლებელია ვერ იზღუდება ანუ ქრისტე მაგიტო ვამბობდი რომ ქრისტე ყველგანყოფი იყო საღვთო არსით ანუ ერთ კონკრეტულ ადგილას არ იყო და საღვთო ძალით შეუზღუდავია აბსოლუტურად ცოდნაში შეუზღუდავია ანუ სამება ზეიერარქიული აი ვინმეზე მეტი არ არის ანუ იდენტური არსი აქვს სამიოს შეზღუდული არის ადამიანური ბუნებით. ბუნებაა შეზღუდული. ბუნება, რომელიც შეიძინა პიროვნებამ, რომელსაც ამოქმედებდა, ეგ ბუნებაა შეზღუდული. იმიტომ რომ მაგ ბუნებას გააჩნია ის რაღაცეები, ანუ რაც ადამიანმა შეიძინა, ანუ რაც ღმერთს არ შეუქმნია და ადამიანმა შეიძინა თავისუფალი ნებით მაგალითს მოგიყვანა. ეს არის მოკვდაობა, ეს არის ხწნადობა და ეს არის მოწყვლადობა. ანუ ღმერთს ხო ესენი არ შეუქმნია. ანუ ეხა ისლამში არ ვიცი როგორ არის, მაგრამ მე თუ გინდა როგორც ქრისტიანი გეტყვი რომ შეუძლებელია ღმერთმა ლოგიკურად შეუძლებელი სიკვდილი შექმნას. იმიტომ რომ აბსოლუტურად კარგმა ღმერთმა ბოროტი თუ შექმნა, აბსოლუტურად კარგი ვეღარ იქნება ლოგიკური შეუძლებლობა მაგის. მაგრამ თემა რა არის რომ ზოგადად ანუ ქრისტე შეზღუდვა ეხება მხოლოდ მის ადამიანურ ბუნებას. ჰიპოსტას პიროვნებას და საღვთო არს, ანუ აბსოლუტურად არაფერი არ ეხება. ანუ არანაირი შეზღუდვა ვერ შეეხება ვერასდროს. ანუ ადამიანურ ბუნებასა ეს რატო ეხა პრინციპი რა არის რომ ზოგადად ანუ ჩვენ როგორ მარტივად როგორ ხსნით მაგას რომ მე და შენ ორივე ვიცით რომ ღმერთი არის აი მარტივი დახასიათება ონტოლოგიურად ყველაზე საუკეთესო შესაძლო არსება ანუ ყველაზე საუკეთესო შესაძლო არსება ანუ ვინმე მასზე უკეთეს თუ არის ანუ ის უკვე ის არის ღმერთი ის აღარ არის ღმერთი ენაც მაგას გვეუბნება ფეხბურთის ღმერთს რო ეძახით ვიღაცა ნიშნავს რომ ანუ ყველაზე მაგარია ანუ ღმერთი ნიშნავს ყველაზე საუკეთესო არსებას ეხა პრინციპი რა არის ღმერთი თუ ყველაზე საუკეთესო არსება ყველა სათნოება შენთვის რაც ცნობილია სამყაროში ყოველად აღმატებული ფორმით უნდა იყოს ღმერთში აი ხა რას გულისხმობ არის შენ იცი რომ სიყვარული არის სათნოება და კარგია შენ თუ ღმერთზე მეტი სიყვარული შეგიძლია ღმერთი აღარ არის შეუძლებელია ლოგიკურად რომ ღმერთზე მეტი სიყვარული ვინმე შეეძლოს ამიტომ ღმერთი არის ყოველად მოსიყვარული ეხა სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება დაცემულ სამყაროში რა არის თავგანწირო აი თოკოს რო ესროდეს ვინმე და მე რო გადავეფარო და მე მომხვდეს ტყვია თოკო ვერ იტყვის რომ მე არ მიყვარდა იგი ხო შეგნებულად თუ თავს წირო ეცოდინება თოკო რომ მიყვარდა მაგის იქით აღარაფერი აღარ არის ეხა წარმოიდგინე როგორ შეიძლება სიყვარულის უმაღლესი გამოვლინების შესაძლებლობა ქონდეს ქმნილებას ანუ ადამიანს შეეძლოს ერთი მეორისთვის თავის გაწირვა და ეს ღმერთს არ შეეძლოს ეს გამოიყვანს იმას რომ მაშინ სიყვარულის გამოვლინების უფრო აღმატებული ფორმა გააჩნია ადამიანს და არა ღმერთს შესაბამისად ჩემს და აუცილებლობაა რომ ღმერთი თავს წირავდეს ამ პირიქით ის კი არა რომ მოხდა უესე მოხდა არა აუცილებელი იყო და ჩემს ძველი ახლა მაგას აჩვენებს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხარ ამ უხსეს ვკითხე ეგ საინტერესო მუხლია ეგ ფორმულირება ბიბლიაში შეხვდება ქრისტეზეც რო იცოდი როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი აი მე რო ლაივში გავდივარ ხოლმე ან სიტყვაზე ვიდეოს ჩაწერილზე მე მithქვას რომ ქრისტე არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი მე მანდ არ გულისხმობ რომ მამა ღმერთი არ არის და სულწმინდა ღმერთი არ არის უბრალოდ რადგან ერთი არსი აქვს მაგ ფორმულირებას მოციქულთა წერილში აი იქ ერთი თავი აქვს იმას დაწერილი იაკობის მას და მან და 24 მუხში რომ მადლობა ჩვენს ერთადერთ ღმერთს და მაცხოვს როგორც აქ ფორმულირება ერთადერთს და ქრისტეზე ამბობს მაგრამ ცხადია ქრისტე ანუ მამა და სულწმინდას არ გამოვლისხავს უბრალოდ რადგან არსი ერთი მაგიტო ახთეს მაგ სამებას მიმართავ ერთი სახელით ეს გასაგებია ჩემთვის კი ნახე მაშინ აი აღმატებული უნდა იყოს ყველაზე მეტად ღვთაებრივ ფორმაშიო ესეც გავიგე თუმცა ბოდიშ გიხდი ძმაო ბოდიშ გიხდი სიდო შეგილია რომ ისა ლაივში ამოხვიდე პროსტა მომინატრე და მოგიკითხავ თან გაიღ ბოდიშს თوارო გაგწვეთ არა შოუს იაქვარ შემოსიყვარ როგორ მომენატრე ეს შემოსიცოცხლე ჩამოდი არა აქეთ ვარ ჩამოვალ მალე ჩამოდი და ჩამოდი მიყვარ ხარ ჩამოვალ მალე ეს მაგრამ მიყვარ ისმეთ ბოდიში თოკო ისმეთ კი ბატონო იერარქიის ინდიკატორი არის ჩემი გადმოსახედიდან და არა მხოლოდ როდესაც ივანეს სახარებაში არის თუ სწორად მახსოვს თან მიჭირს ხოლმე ეს დამახსოვრები მაგრამ 14 25 თუ 27 თუ 28 მე მგონი 14-28 მამა ჩემი ხო კი ბატონო მსგავსი რაღაცები არის და ბიბლიაში ნუ
მაგრამ მე მინდა რომ ეგ მუხლიც ანუ კაი მუხლი მოიტა მაგაზეც გეტყვი ორი სიტყვით დიდხანს რაღაცა მაგას ნახე თვითონ სიტყვა უმეტესი ანუ ყველა ენაში რაც კი ენა გამიგია ქართული იქნება ყველა სიტყვა არ არის ერთმნიშვნელოვანი სიტყვა აი მაგალითს მოგყვანა ეხლა მე რო ვთქვა რომ მე ვარ ჩემს კატაზე უმეტესი ანუ მანდ ჩემი წინადადება ანუ ამ შემთხვევაში მართალია ყველა ინსტანციაზე იმ გაგებით რომ მე არსობრივ დონეზე შეესაბამება ეგ წინადადებას იმათაც იმიტომ რომ ჩემს კატაზე მართლა უმეტესი ვარ არსით მე ადამიანი ვარ ღმერთის ხატად ვარ შექმნილი და ის კატა არის საყვარელია მაგრამ ნუ არსით უმეტესი ვარ ეს გავიგე მაგრამ შეიძლება საერთოდ არ გულისხმობდეს არსობრივ უმეტესობა სიტყვა უმეტესი მე რო ვთქვა რომ ჩემი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი არის ჩემზე უმეტესი ანუ ცხადი არ გულისხმობ რომ მიხეილ ყაველაშვილი ჩემზე არსით უმეტესია თანასწორები ორივეს გვაქვს ადამიანური ბუნება აქ პოზიციის თვალსაზრისით გულისხმობ ანალოგიურად ქრისტე მაგ სიტყვებს რო წარმოთქვამს რადგან ანუ მისი მსახური უნდა შეეწიროს მაგას ხსნის ქრისტე ხო ამ შემთხვევაში ის ამბობს არა არსობრივი კუთხით მაგას უმეტეს როგორც უმეტეს არამედ ამ შემთხვევაში როგორც პოზიციური თვალსაზრისით და არა არსით ანუ არსით სრულად ერთია და ეგ პრინციპია ის და მე სხვადასხვა ეგ მე-14 თავია მაგამდე იონის ხოიცი 13 თავი აქვს დაწერილი და იქ ამბობს ქრისტე რომელი მუხლი არ მე-29 ხო მე და მამა ერთი ვართ ესეც იტყვის მე და მამა ერთი ვართ ესე რომ აი ეგეც მინდოდა რომ მეხსენებინა მან არის სიტყვა ბერძნული გამოყენებული hen რომელიც ნახსენები ასევე შეგირდებზე იესო მშვიდობა ყოფილიყოს ასევე ამბობს მოიხსენიებს ასე ვთქვათ ნუ თავის მოსწავლეებს და ამბობს რომ ჩვენ ერთი ვართ მაგრამ ისინი რა თქმა უნდა არ შედიან სამების კონცეფციაში თუ არა მაგარი კაი რაღაც გაგახსენდა მოწაფეებს იცი რატომ ამბობს ერთია მაგათ ერთი ბუნება აქვს და მოწაფეებს ერთი ბუნება აქვს ანუ ყველა ადამიანია ყველა მოწაფე და რადგან ბუნება აქვს იქ უკვე იქ სხვა ერთობა იქ ნახე რა ერთობა ქრისტეს ხო აქვს ადამიანური ბუნება მაგ ერთობით ანუ ქრისტემ თავიანთივე ბუნებითვე გამოიხსნა მოწაფეები ანუ მათივე ბუნება მიიღო ანუ ჩვენივე ბუნება ხა მოწაფეებში მანდ ყველა იგულისხმება ყველა ადამიანი ვინც კი მორწმუნეა ცხადია და მაგიტო ანუ მანდაც ეგ პრინციპია იგივე მანდაც ეგ ერთობა იგულისხმება და პირდაპირ პარალელია იმ ერთობასთან ბიჭო შენ და მამა ერთი როგორ ხართ ხა სიტყვაზე კითხვა რო გაგიშეს ქრისტესთან იუდეველი რო იყო იმ დროში იმიტომ რომ იმ დროინდელი იუდეველების ღვთის გმობა ეგ არ შეიძლება რანაირად ხარ შენ და მამა ერთი მე ქრისტე მაგას როგორ უხსნით რომ მამა ჩემი აქამდე იღწვის და მეც ვიღწვი ანუ მოქმედება ერთი გვაქვს მაგას ხსნის ქრისტე და ერთი ვარ და ახ არის არსობრივი ერთობა მაგას ეგ სიტყვა ანუ ეგ ბერძნულში ეგ სიტყვა აი აღნიშნავს ბუნებით ერთობას და არა ჰიპოსტატიკურს და მაგიტორი მოწაფეზე რა თქმა უნდა ერთიანი ერთი ბუნება ქრისტეს ადამიანური ბუნება ხო და მაგ პრინციპით არის იმ ერთობაზე მე ხაზგასმა და კაი რაღაც გაგახსენა ეგ ეგრე ხო ისე სხვათა შორის ისა მე ხშირად მუსლიმებს როცა ვისაუბრები ხშირად მომყავს ესეთი არგუმენტი რომ ამ შემთხვევაში ყურანი ადასტურებს მეთქი იმის ჭეშმარიტებას ბიბლიის თორასი და ინჯილის ანუ თორაში იგულისხმება მოსეს 5 წიგნეული და ინჯილი სახარება ანუ ყურანი ამბობს რომ ეს წიგნები ჭეშმარიტია და ამაზე რას ფიქრობ მაგაზე რას ფიქრობ და კონტექსტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამავდროულად აი მოგაწოდო შემიძლია კონტექსტი. აი ნახე მაგალითად მესამე თავის მესამე აიათი არის ეგ რომ ისა მოავლინა ჭეშმარიტი წიგნები თორა და ინჯილი პირდაპირ წერია. ჩემთვის კიდე საინტერესოა მე-10 თავის 94 მუხლი სადაც პირდაპირ წერია რომ მუჰამედ შენ თუ ეჭვი შეგიპყრობს რამეში ანუ რაც ჩვენ გარდა მოგივლინეთ წიგნის ხალხს შეგიძლია დაეკითხო ანუ შეგიძლია გამოცხადების ჭეშმარიტობა გადავამოწმო იმ იუდეველთან და ქრისტიანთან და სხვადასხვა კიდე არის ძალიან საინტერესო მე-7 თავის 157 აიათია იქაც პირდაპირ არის ნახსენები რომ თორა და ინჯილი ნამდვილად ღმერთის მიერ მოვლენილი წიგნებია და საერთოდ მე-5 სურაში აი 46-47 აიათებია ის რომ ძალიან ბევრი ესე ვერ დავიმახსოვრებ მაგრამ ხო მითხარ აი მაგალითად მე შემიძლია წარიკითხო ესენი გავხსნი არ მეზარება ესე მახსოვს ეპირად საწერია და შემიძლია წარიკითხო ქართულ ენაზე თუ შეიძლება შენს გადაამოწმო თუ გინდა აი წარიკითხა ყურანიდან პირდაპირ მესამე მაგალითად პირველი ვახსენე თანმიმდევრულად მიუყვები თანმიმდევრობა არ მინდა აურიო და ყველას არ გეტყვი იმიტომ რომ მე ხა მაინც დროს ვფრთხილდები და რამდენიმეს გეტყვი თან არც მინდა რომ დაღღალო ხა ამას უცებ გეტყვი და მე ჩამოვაყალიბ ბაზრს ამ შემთხვევაში არგუმენტს მე გეტყვი ნახე შუამავალ მან თანდათან ზემოავლინა შენზე ჭეშმარიტი წიგნი დასტურად იმისა რაც მასზე უწინარეს იყო და მოავლინა თევრათი ანუ თორა და ინჯილიც ანუ სახარება
ხო, ანუ ინჯილის ეს არის მესამე აიეთი. მოიცა განახები ხა ეს რომელი აიეთი. ხო, არა, მახსოვს კი, ეს ანუ ინჯილი და თორა მოავლინაო ამ შემთხვევაში, როგორც ამბობს კონტექსტი, რომ დასტურად იმისა, რაც უწინარეს იყო, ანუ ეს თეორეთი და ინჯილი. ეხლა არის მე-7 სურა 157 ვახსენეთ შემდეგი, ესე ძალიან საინტერესოა. წერია ესეთი რაღაც, რომ რომელნიც მიყვებიან შუამავალს წერა-კითხვის უცოდინა ელჩს მუჰამედი იგულისხმება ვიზეც ნახავენ დაწერილს თავიან თევრათსა და ინჯილში იგი უბრძანებს მათ კეთილის გაკეთებას და უგზავნოს გასაყიდს და ნებართავს სამოს ეს მე-7 სურა აი მე-1094 აი მოდი მე-1094 მე შენ გითხარი ეგ ზეპირად მახსოვდა და 46 და 47 წაკითხავ მე-5-ესი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ნახე როგორი რაღაც წერია და ჩვენ წარგზავნით ისა ძე მარიამისა მათ კვალდაკვალ დამოწმებად იმისა რაც მასზე უწინარეს იყო თევრათში და ჩვენ მივეცით მას ინჯილი ანუ სახარება მასში ჭეშმარიტი გზაა და ნათელი დასტურად იმისა რაც მასზე უწინარეს იყო თევრათში ანუ ინჯილი ადასტურეთ თევრათს ჭეშმარიტად გზაა და შეგონებათ ღვთის მოსწავლეთათვის და განსაჯონ აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის კი მომენტი ახლა რომელ აიათს ითქულობ მე-5 სურა არის 46-47 აიათებია ეხლა გიკითხა 47 მუხს და განსაჯონ ინჯილის მფლობელებმა იმის მიხედვით რაც ზეგარდმოავლინა ალაჰმა მასში და ვინც არ განსჯის ალაჰის მოვლინებულის მიხედვით სწორედ ისინი ურჩნი არიან ანუ მე ამ შემთხვევაში როგორც ქრისტიანმა სახარების მიხედვით უდასტურა არ გამოვიტანე მე ურჩი ვიქნები მაშინ ამ შემთხვევაში ანუ მე პირი აქ მე მაქვს არა ის რომ რჩევა არ არის ეს არის მოწოდება ანუ სხვანაირად არ უნდა მოვიქცე უნდა გამსაჯო ინჯილის მიხედვით და შესაბამისად ანუ ამ შემთხვევაში ეს მუხლები და მე-1094 მე ხა აღარ წავიკითხავ ნუ თუ გინდა წავიკითხავ როგორც თქვენ და დრო რო არ დავყარგოთ რომ მუჰამედს მიმართავ თუ ეჭვი შეგიპყროს გადაამოწმე მაშინ იმ ხალხთან ვინც არა ყურანი ჩავხთე მეც ტელეფონში და რასაც მეტყვი კი აი მაგალითად აი თუ შეგიძლია აი ხა ეს მე-5 46-47 და შეგიძლია შენც ნახო აი ხა მე რაც წაკითხე ან თუ ეხა ჩართული გაქვს მე-1000 აი მე გეტყვი ხა მაგალითად იმას მე რო გითხრა მუხლი და თავი და მუხლი შეგიძლია შენ წაიკითხო ქართულად ნუ მე ინგლისურ ენაზე ვკითხულობ ქართული ვარიაცია ოკეი შეგიძლია წაიკითხო მაგალითად მე-1094 ინგლისურ ენაზე გავიგებთ არც ეგ არ არის პრობლემა So if you are in doubt about what we have revealed to you, ask those who have been reading the scripture before you. The truth has certainly come to you from your Lord, so do not be amongst the doubters. Oh, do not be amongst the doubters. If you are in doubt, ანუ თუ რამეში თუ ეჭვი შეგიპყრობს, ხო? ანუ ამ შემთხვევაში შეგიძლია გადამოწმო, ანუ ცხადია მანდ ჩვენ ვიცით ვინც იგულისხმება, ხო? და ასევე ანუ აი მაგალითად აი სიტყვაზე ინგლისურ ენაში როგორ არის ეგ მაინტერესებს, აი ხა მაგალითად რაც წავიკითხე მე-3 აიათი. ნუ მე-241 შეიძლება მე-3 რო იყოს. აი მე-3 რო წაიკითხო, აი რას ამბობს ინგლისურ ენაზეც როგორ არის თარგმანი, მაგასაც ვნახავ და შეცხადია უფრო ახლოს იქნება. He has sent down upon you the book in truth, confirming what was before it, and he revealed the Torah and the Gospel. Torah and the Gospel, yes sir, yes sir. Gospel. Gospel არის სახარება, Torah არის Torah. ანუ ძველი ახლის 5 წიგნი მოსეს. ეხლა ნახე საქმე ეხლა მე გეტყვი არგუმენტს შენ რომ მიხვდე რატო ვაკეთებთ ამას დარწმუნებული ვარ ისედაც ხვდები მაგრამ მაინც მინდა მაყურებელმა გაიგოს არგუმენტს გეტყვი ნახე თუ ანუ ყურანი ამბობს რომ თორა და ინჯილი არის ჭეშმარიტი წიგნები ეხლა რაში მდგომარეობს საქმე თორა და ინჯილი არა მაგრამ მოგეთქვი თორა და ინჯილი არ ამბობს ყურანი რომ თორა და ინჯილი ჭეშმარიტია მის მიხედვით რომ უნდა განისაჯოს რაღაცები და ეს არის იდეალური წიგნი და აი ესე რომ ეს წიგნებიც მართალია და ამის მიხედვით განსაჯე არა ნახე მაგალითად ჩემი შეგიძლია რომ მე-3 შეგიძლია ერთხელაც წაიკითხო იქ შეიძლება სიტყვათა წყობას არ მივახციე მეც ყურადღება აი მე-3 შეგიძლია ერთხელაც უბრალოდ He has sent down upon you the book in truth okay book in truth man book in truth აქ ქართულად როგორ ითარგმნება ისი ჭეშმარიტი წიგნი ანუ book in truth ჭეშმარიტი წიგნი რა არის
ამ შემთხვევაში იგულისხმება ყურანი ჭეშმარიტად ადასტურებს იმასო. ანუ რა ქვია, თორას და ინჯილს, რაც მასზე უწინააღმდეგო დასტურად იმისა. თუ ჭეშმარიტება რაღაცას თუ ადასტურებს წინა რაღაცებს, მაშინ ისიც ჭეშმარიტი უნდა იყოს, თუ სხვანაირად ჭეშმარიტება ვეღარ დაადასტურებს, სიცრუე ჭეშმარიტებით ხო არ დასტურდება, ანუ ჭეშმარიტება ხო არ იტყვის, ახლა მაგალითად შენ რომ მოიტყუო რაღაცა, მე ხო ვერ ვიტყვი, ეგ მართალია, ხო ვერ დაადასტურებს, დასტურება უნდა უარყო პირიქით მაშინ. და თუ ახლა გასაგებია, რასაც მეუბნები გასაგებია, ბოდიში რომ გაწყვეტინე, უბრალოდ მეც მინდა რომ რავი, აი რაც მითხარი თუნდაც რა, ჩემი აზრები რო გითხრა და მე ასე ვთქვათ, შემიძლია პასუხები მივიღო. მაგრამ სანამ ასე ვთქვათ, ჩემ აზრებს გავაზიარებ და არა მარტო ჩემს აზრებს, მინდა იმას გავუსვა ხაზი, რომ მე არ ვარ დაბადებიდან მუსლიმი, მე ისლამში ასე თუ ისე ახალი მოსული ვარ, არ ვიცი ყველაფერი, არ ვარ რაღაც ოფიციალური სტუდენტი, არა მაქვს ეგრეთ წოდებული აყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ეს გადაცემის ჯაჭვი რეალურად სწავლული, მოკლედ არ ვარ რა და შესაბამისად იდეალურ პასუხს და უნაკლოს, რავი, ნუ მოელით ასე ვთქვათ, რა ჩემგან თუ შეიძლება, მაგრამ ჩემ აღქმას ყოველ შემთხვევაში და არა მარტო აღქმას, ანუ რაც მაქვს ნასწავლი ასე თუ ისე გავაზიარებ რა. ეხლა ნახე მესამე, მოდი ამითი დავიწყოთ, მე მგონი პირველი ეს მითხარი. ბოლოსაც ამაზე იყო საუბარი. ინგლისურიდან ამოვიკითხავ, იმედი არ იქნება პრობლემა. ისევ, he has sent down upon you the book in truth. აქ რა თქმა უნდა მოისაზრება ყურანი. Confirming what was before it. Confirming, ანუ ადასტურებს იმას, რაც მოხდა წარსულში, ხო? და ყურანში რეალურად ძალიან ბევრი ისტორია არის მოსეზე, მშვიდობაზე ყოფილიყოს, როგორც იესოზე, მასე მშვიდობა ყოფილიყოს და სხვა შუამავლებზეც რა. და როდესაც ყურანზე აი ხა ამ აიათით ამკითხულობთ, რომ ადასტურებს რაღაცებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყურანშიც იგივე წერია ძალიან ბევრი რაღაც რეალურად ყველაზე ახლოს ქრისტიანები არიან მუსლიმებთან ამ რაღაც ისტორიული ცოდნით ყოველ შემთხვევაში ის რო აი შუამავალი მოსე სიტყვაზე ნუ აი ყველაზე რადიკალურად ისეთი ყველაზე ცნობადი თემა რო ავიღოთ სხვა რომ გახყო შუაზე ხო ამას ყურანიც ამბობს რომ მე მესმის აი მე მესმის სიზახი უბრალოდ ნახე მაგ აიათში შენასაც კითხულობ მესამეში იქ არ არის რამე კონკრეტულზე ანუ ნახე რო რაღაცა კონკრეტულს ადასტურებს არა ანუ ადასტურებს ანუ თევრათის და ინჯილს ანუ თევრათს და ინჯილს ანუ თევრათში და ინჯილში რაც არის გადმოცემული მაგალითად სიტყვაზე თუ ეწინააღმდეგება ანუ თუ არ ადასტურებს ანუ თუ ეწინააღმდეგება იმიტომ რომ აი ყურანშიც კი წერია რომ ადამიანები რომლებიც აისეგეტიკურად ანუ ვინც ერთ მუხს ამოარჩევენ და ფიქენჩუს ვინც აკეთებენ უმძიმესი საჟელიელით ამიტომ აი ნახე მე კითხვა მაქვს შენთან ნახე თუ თორას და ინჯილს ყურანი ეწინააღმდეგება რეალურად ეგ აიათი მაინც სიმართლეა შენი აზრით ანუ თუ წინააღმდეგობაში მოვიდა ანუ აი ნახე აი მე წაკითხავ ერთხელაც აიაც ნახე მან თანდათან ზემოავლინა შეიძლება ჭეშმარიტი წიგნი დასტურად იმისა, რაც მასზე უწინარეს იყო და მოავლინა თევრათი და მოავლინა ინჯილი. ანუ ინჯილი ქართულად უწინაესი იყო. ანუ შენ მან მოისაზრებ უწინაესი როგორც წიგნი იყო უწინაესი, ხო? უწინარეს მოვიაზრებ არა დროში უწინარეს. ანუ პრობლემა არ მაქვს მაგაზე. ანუ დროში უფრო ადრე იყო. და ყურანი ადასტურებს. აი ხა ნახე მაგალითი რომ მოვიყვანო. მაგალითად თუ ყურანში და ყურანიდან და ინჯილიდან რო განახო ურთიერთ გამომრიცხავი, ანუ კონტრადიქტარული რაღაცეები. აი კონტრალური კი არა, აი უშუალოდ კონტრადიქტარული რაღაცეები რო განახო, რომ აი ერთმანეთთან მიმართებაში არის კონტრადიქციაში. შენი აზრით ეს აიათი, სადაც წერია, რომ ჭეშმარიტ წიგნი მოავლინა დასტურად იმისა, რაც მასზე უწინარეს იყო თევრათისა და ინჯილის, მაინც სიმართლე იქნება ეს აიათი. კი, მე მაშინ ნახე, აი მაშინ ნახე. რანაირად წამს რომ ყველაფერი ასე. მაშინ ნახე ეხლა ნახე მაშინ ნახე ჰადისაც მოგიყვან ერთ ჰადისს მოგიყვან თან მაგის და მაშინ სხვა აიათსაც მოგიყვან ჩემი აზრით აქედანაც არ უნდა იყოს ეხზნელი გასაგები მაგრამ აი ნახე წეგანს ვაუბრობდი მე 1091 ბოდიში რო დავასრულო რაღაცას ვამბობდი და მე მითხარ ნახე what was before it ნიშნავს ნუ განიხილება როგორც ამაზე მეც სამბევრი მაქვს ნაკითხი მეც ძალიან ისე კრიტიკულად უდგებოდი დასაწყისში ესეც სათქმელი არის ალბათ What was before it არ ნიშნავს იმას, რომ რაც წიგნებში ეწერა, არ ნიშნავს იმას, იმათი რისის ჯერად დღეს სიტყვაზე იუდეველებს ძალიან რადიკალური გადახრები აქვთ იმენა, რომ მოდი ვაღიაროთ. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყურანი იგივეს ადასტურებს, რაც იქ წერია სიტყვაზე. არა, რეალურად რაც მოხდა და ხო არის ძალიან ბევრი ადამიანი, მე მგონი
შენი ვიდეოც ნანახი, მაგრამ მე მგონი, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად ვერ ვიტყვი, რომ გადაწერილია რა, რომ მუჰამედმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ გადაიწერა რაღაცები და შექმნა ახალი წიგნი. მაშინ ისეთი შეცდომები, რომლებიც იყო თუნდაც ბიბლიაში, არ შესწორდებოდა და შესწორებული ფორმით არ გვექნებოდა ყურანში რა. და and he revealed the Torah and the gospel ეს ბევრჯერ არის ხაზგასმული ყურანში, იმიტომ არის რომ იგივე ღმერთია, რომელმაც გამოგზავნა თორაც და სახარებაც. ნახე თოკო, ჩემი აზრით ამ შემთხვევაში წინააღმდეგები იმ სარწმუნოებას, რომლის მიმდევარიც ხარ, იმ წიგნს, რომლისგანაც ამბობ, რომ ეპისტემოლოგია გაქვს და გეტყვი რას გულისხმობ. ნახე, სიტყვა გამოყენებული, რაც არის მაგმუხში არის არაბულად ბენაიადეჰი. ეს ნიშნავს ხელთქონა. აი მაგალითს მოგიყვან რა. მე ჰადისაც მოგიყვან მაგის დასადასტურებლად, შენ თუ ამბობ, რომ მან ფიზიკური წიგნი არ იგულისხმება, მან მოსაზრებები მაქვს მაღაზიას მოსმენილი. ყველა ვარიანტი შეცდომაში შეხვალ, იმიტომ რომ ხელთქონა იგულისხმება. ხელთ რაც აქვს, აქტუალურად გააჩნიათ ეგ წიგნები მაგ ადამიანებს. ასე რომ ხო, ეგ წიგნები თუ სიმართლე არ არის, მაგას თუ ვიტყვი, თვითონ ყურანში ეწინააღმდეგები, იმიტომ რომ ეს შენი აზრი იქნება, ყურანი ამბობს, რომ სიმართლეა. ეს ერთი და ჰადისში არის სხვა შორის ესეთი საინტერესო ჰადისია, იქ ჩახოლვის ამბავზე მიდიოდა საქმე, თან ციტირება ხდება, თან მე ყურანში მაგმუხლის რომ ესეთი ჰადისია 21-25-ია როგორც მახსოვს, თუ არა და უცებ ნახავ 2 წამში გადავამოწმე. ვიდაუდი არის მე 4-4-4-9 ნომერი. ხო, გახსოვს ჰადისი ლოკო რომ ჩახოლვის მუხზე არის და ხელი რო ააფარა ვიღაცამ დაწერილს და ხელს ნუ აფარებო რო უთხრა. იმან და ისა მაგ ცოტა სხვანაირად იყო ებრაელები მიდიან მუჰამედთან და ხო ჩაქოლის თემა არის ამ კონტექსტი და მე აქვთ თორა და მუჰამედი ამბობს ეგეთ რაღაცას რომ მომიტანეთ თორა და იდებს თავის წინ თან ჯერ ბალიშს დებს შემდეგ თორას დებს ან პატივისცემის ფორმა არის ნუ ეხლა გამოხატვის მაგრამ პატივისცემის გარდა ამატებს სიტყვებს რომ თორას მიმართავს რომ მე მწამს შენი და ვინც შენ მოგავლენ და ნუ აქ კითხვა ჩდება რომ ეს გაყალბებულ წიგნს ეხება რომელიც იმ დროს უკვე აღარ არსებობდა და დაკარგული იყო შინაარსი თუ კონკრეტულად ხო ეხა ეგ რას ეხება ეგ რო სანამ მაღაზე ვიმჟელებთ იქ იყო მუხლი იყო რომ იქ ჩახოლვის მუხლი იყო ჩახოლვის წესებზე როცა ეკითხებოდნენ და ერთ-ერთმა აფარა ხელი მაგას ისა რა ქვია ჩახოლვის ხელი ჩამოაწევინა იქ ხელი ჩამოწევა რომ ხელი არ აფარო ჩახოლვის სულს ეგრე მოხდეს როგორც თორაში წერიაო და მან თემა რა არის ეხა პრინციპს გეტყვი ზოგადად ეს ჰადისი რო წერილობით იყო მე მაგის არგუმენტი მინდოდა და ეხა გეტყვი ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ნახე მე 1094 რატო ვახსენე ნახე და ჩემი არგუმენტი იქნება ამ შემთხვევაში რომ სტანდარტი თვითონ ყურანის სიმართლე არის თუ არა უნდა განისაჯოს ინჯილიდან სახარებიდან და გეტყვი რატო მუჰამედი ეუბნება ალლაჰს რომ ეჭვი თუ შეგიბრობს იმაში რაც გარდმოგვივლინეთ და იგულისხმება ყურანი ყურანი როგორც გამოცხადება ხო რაც განეცხადა მუჰამედს შენი წვენით თუ რამეში ეჭვი შეგიბრობს წიგნის ხალთან გადამოწმე აი მაგალითად მე რო შენ მითხრა აი თოკო მეუბნება რაღაცა ინფორმაციას რომ მაგალითად სიტყვაზე გუშინ ცუნამი იყო სადღაც გუშინ დიდი წვიმა მოვიდა ბათუმში და შენ მეუბნები თოკო ესეთ რაღაცას რომ ნეო შენ თუ ეჭვი გეპარება იმაში მე რასაც გეუბნები გადაამოწმე ლოკოკინასთან და ლოკოკინა მეუბნება რომ რაღაც ლოკოკინასთან გადავამოწმე და ის ლოკო მართლა ესე იყო გუშინ წვიმა მოვიდა ბათუმ ლოკოკინა მეუბნება არა მზე იყო მთელი დღე რაღაც გეშ ამ შემთხვევაში წინააღმდეგობა ყველა ვარიანტში თოკო არის ის როეში იმ გაგებით რომ თოკო მოიტყუება მაგ შემთხვევაში ყველა ვარიანტში რომ თოკო რომ სიმართლეს ამბობდეს მაინც იტყუება იმ გაგებით რომ მაშინ ლოკოკინაზე მეუბნება რომ ლოკოკინასთან უნდა გადავამოწმო და ლოკოკინა თუ საპირისპიროს მეტყვის შესაძლოა მეც რო შეიძლება ძალიან ისე არა მიდის ხოლმე რა არგუმენტი ხომ მიხვდი და აი რასაც გეუბნები აი ეს არის არგუმენტი კი ისევ ხაზი უნდა გაუსვა იმას რომ არ ვარ სწავლული ასე თუ ისე ახალი ვარ რელიგიაში თუმცა წამს მჯერა ყველაფრის რაც როგორც წერია და ახლა ჩემს ვიტყვი რა ეგეც აი ის რომ არაბული ძალიან განსხვავდება ზოგადად არაბული არამეული ხო თუ არა არაბული, ებრაული და რაღაც სემიტიკური ენებიო რა, როგორც ამბობენ, ძალიან განსხვავებულია რეალურად თანამედროვე და სხვა ენებისგან, ხო? და თუ აი მე ეხლა ვერ ვიტყვი ესე ამაყად და პირდაპირ და არ იქნება რეალური და მართალი, რომ ვთქვა რომ ყურანი წაკითხული მაქვს, იმიტომ რომ მე მარტო ინგლისური თარგმანი მაქვს წაკითხული რა. მაგრამ რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი განხილვები, სწავლებები, ჩაშლები და ხო, აი ერთი და იგივე აი თიდან ძალიან ბევრი რაღაცა ინფორმაციის ამოღება შეიძლება და სწავლულების რა თქმა უნდა მე ძალიან მრავალმხრივ განიხილავენ ამას.
ისიც რომ აი მესამეს დაუბრუნდეთ რა, რომ ნამდვილად მოვავლინეთ ჩვენ მერტი ამბობს რომ მოვავლინეთ თორა და gospel, ინჯილი არ არის აქ ხა იგივე თარგმანი, მაგრამ ხო ნუ იგივეა. წესით თქვენი გადმოსახედიდან ასე ვთქვათ. ისევ ხაზს უსვამს იმას, რომ ნუ ერთმერთიანობა და აი მე 10:94-ზე რომ გადმოვიდეთ, რომ ვითომ იგივეს იმის მიხედვით უნდა განისაჯოს, რაშია საქმე ხა მანდ ბიბლიაშიც, ძველ აღქმაშიც და ახალ აღქმაშიც არის წინასწარმეტყველებები, სადაც ნუ ერთი წამი თორაში არის თვითონ სახელით მოხსენიებული მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. ესე კონკრეტულად არ მაქვს ხა ხელთ რო გითხრა, მაგრამ შემილია რომ მოვიძიო და გითხრა. მოხსენიებული არის ნაწინასწარმეტყველებია რომ იქნება. ხო, ნუ მესმის რომ ხა მეწინააღმდეგები რო არ მეწინააღმდეგებოდი ქრისტიანი არ იქნებოდი, მაგრამ ისიც რომ ახალ აღქმაშიც არის რომ მოვა ადამიანი ჩემი აი წეღანაც იყო კომენტარებში რა, ნუგეშის მცემელი, ხო? შემდეგი ნუგეშის მცემელი და მოიტანს ახალ სიმღერას, ასევე არის რომელიღაცა ვერსიაში ბიბლიის, მარტო ქართულს არ ვკითხულობ, მე დადგებიან მხარი-მხართან და განადიდებენ ღმერთს ერთ ენაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ინფორმაცია რადგან იყო უკვე წინასწარ ბიბლიაში, ნუ ინჯილში, არა, ბიბლიაში, უпростоრად მე ამ ორს სხვანაირად დავუქვავ. და განვიხილავ, აი ეს იყო ზუსტად მან, რომ თუ რამე შეეჭვი გეპარება, რაციონალური გადარწმუნების ხერხი არის რა, რომ მიდი და კითხე მათაც, ნუ გადაამოწმე მათთან ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ იმდენად იყო ხაზგასმული ძალიან ბევრგან, რომ ესე იქნება, მოიტანს ახალ კანონს, ახალ სიმღერას, ნუ ესე ითარგმნება, ნუ ახალ განობას და ასე შემდეგ, რომ მაგასთან ლოგიკური იქნებოდა რა. სხვათა შორის ჩემი აზრით არ ვიცი, ანუ არგუმენტი რამდენად გესმის, ეხა მე რასაც გეუბნები, მაგრამ ანუ სხვა შო წეგან ვკითხულობთ მე 14 თავს რა, მანდი იყო ის რომ ნუგეშის მცემელში ვინი გულისხმება განმარტებულია იგივე თავს, შორსაც ასვლა არ გინდა რომ სულ წმინდა იგულისხმება. და თან ნახე რა თემა ნუგეშის მცემელზე ამბობს იესო რომ მოავლენს თვითონ და მაშინ გიწევს თქმა რომ მუჰამედი იესო მოავლინა და ყურანში გიწერია რომ მუჰამედი ღმერთმა მოავლინა და თუ იტყვი რომ მუჰამედი იესო მოავლინა, იესოზე მოგიწევს მაინც თქმა რომ ღმერთია და ანუ ყველა ვარიანტში წინააღმდეგობა შეხვალ, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. საქმე რაშია იცი რომ ჩემი აზრით არგუმენტს არ უკვირდები კარგად. აი ნახე რას გეუბნები, როცა გეუბნები არგუმენტს კარგად არ უკვირდები. შენ ამბობ ეს რაღაცას რომ ადასტურებ და მხოლოდ კონკრეტულ რაღაცებს, რაც საერთოა, ანუ კონცეპტუალურად რაც საერთოა ჩვენთვის, რომ მაგალითად სუბსტანციურ დონეზე ღმერთი არის ერთი, აი რაოდენობრივად. ეს მაგალითად ეს მაგას ადასტურებს და რაღაცა საერთო, რაც კი შეიძლება რამე თუ იყოს, ამას და გულისხმობ რომ მხოლოდ ეს ამ ნაწილში, თუმცა ეს არ წერია. ნახე მაგალითად სიტყვაზე თუ წერია მესამე სურას მესამე აიათ, შეეხა მე აი გარემს სამკითხველები რო ვიყოთ, ჩათვალე არც მუსლიმი ვარ, არც ქრისტიანი არ ვარ, ისე რომ გარედან ვკითხულობ. ინჯილს და თორას ადასტურებს ყურანი და მე შენ რო კითხვა დაგისვა, აი თუ ჩათვალე არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ხარ. თქო შენი აზრით ინჯილს და თორას ადასტურებს ყურანი? მაგას ფიქრობ რომ ინჯილს და თორას ყურანი ადასტურებს? ან მაგას აკეთებს რეალურად? ადასტურებს ყურანი ინჯილს და თორას. აი მაგალითად ყურანში წერია რომ იესო ჯვარს არ აცვეს და ინჯილში წერია რომ იესო ჯვარს აცვეს. როგორ ადასტურებს ყურანი ინჯილს? ვერიგით უარყოფს ხო ესე გამოდი? ბატონმა ლოგოკინამ ძალიან კარგად ახსენა ის რომ მაშინ თორაც და ინჯილიც სხვა სახის იყო, დღეს სხვა სახის არის. და ამაზე ჰადისები არის რომ რადიკალურად სხვა. ლოგოკინა განგვიმარტე შენი თავი რო ეგარ გითხოვს. რას გულისხმობდი როგორ? არა, პირიქით, ანუ აბი დაუდის ჰადისი მოვიყვანე, სადაც ანუ მუჰამედთან მეაქვს თორა. ისი ბუდში? აბი დაუდი. აბი დაუდი. ხო, აბი დაუდ WT წერება, ან შეიძლება 1000 გამოთქვა. აბი დაუდ, ხო. და ამ ჰადისში არის ეგეთი ისტორია მოთხრობილი, როდესაც ებრაელები მიდიან მუჰამედთან და მეაქვს თორა და მუჰამედი ეუბნება ეგეთ რამეს, რომ მომეცით თორა, ესე ამბობს და როდესაც აწვდიან, აი დადებს ბალიშს და ბალიშის ზევიდან დებს თორას და ამბობს ეგეთ სიტყვებს, რომ მე მწამს შენი და იმის, ვინც შენ მოგავლინა. ხო არ გაითიშალა ივი. არა. ხო, და ანუ ეგეთ სიტყვებს ეს არის უკვე აწყოდ, რომ ანუ მუჰამედი რა დროშიც მოღვაწეობს, ანუ ამ დროს ასახავს. და ანუ მე სხვათა შორის ამაზე ხოჯასთანაც მისაუბრია, ვინც არაბული ერის მცოდნე იყო. და მან მითხრა ეგეთი განმარტება,
რომ მე ჩემი კითხვა ეგ იყო რა, რომ წიგნი, რომელსაც მიმართავს, არის გაყალბებული თუ ანუ იყო იმ დროსაც შემურჩენილი გაუყალბებელი წერილი. და მისი განმარტება იყო ეგეთი, რომ ამ შემთხვევაშიო ის წერილი გაყალბებულიაო, მაგრამ როდესაც ამბობს, რომ თორა როდესაც ახსენებს სიტყვას, ამაში გულისხმობსო თავდაპირველ თორასო. ანუ სიტყვები მე მწამს შენი, ანუ რასაც მიემართებოდა იმ კონტექსტში, ხო? ან შეთვალე რომ ამ მთლიანად ანუ კონტექსტს ხაზი ესმევა, ანუ რომ ამ კონკრეტული წიგნი უჭირავს ხოლში ამბობს, რომ შენი მწამს და ამას ამ დროს ამ წიგს არ გულისხმობს. ეგ იყო მისი ახსნა, მაგრამ შენთვის თუ ეგ მისაღები არის ხო? ეგეც თუ ეთახვები მაგახსნას გითხარი და აი ნახე ჯერ ერთი ჰადითებში ხო სანდოობის დონეები და ყოფილია და ერთ-ერთი ხო ეს არის კიკი საჰი ჰადისი არა საჰი ან ჰასანი არის ანუ დაიფია მაღალი ის ანუ ნახე შეიძლება ჰადისი გახსნა მე რო გითხრა ხარ ამ ჰადისი ისე გახმარის მიკი მაგალითად საჰი ბუხარია მე მგონი 6 ჰადისი არის 6819 და მე დაუბრუნდე თემას ეს ისე უბრალოდ რა ისე მაინც და მოდიში 19 მითხარი თუ 13 6-8-19 ოკეი ოღონდ ბუხარი არის თუ მუსლიმი არ მახსოვს მაგრამ მე მგონი ბუხარია საჰი ბუხარი მე სხვა მუხს გულისხმობდი ლოკოგინა სხვა ჰადის გულისხმობდი ლოკოგინა სხვა ჰადისზე გელაპარაკე და მაგით charges of committing illegal sexual intercourse ამაზე არის აჰო მე მგონი კი წაიკითხე 6 სიტყვა აღარ თქვა ანუ ვა თავიდან უნდა გადავიკითხო ბოდიში 2 წუთი მჭირდება ოკეი კი ბატონო ისპენო ხო ხელის აფარების ის სწორად ხო გითხარი 6-8-19 ბუხარიში ხო არა აქ მე ვერ გითხულობ ვერაფერს მსგავს რო ხელი აფარებული მაშინ თუ შეგიძლია საჰი მუსლიმში ნახე ისა რა ქვია თუ არა და აგერ მეც გავხსნი არა მეც ვიპოვე საჰი მუსლიმ ანუ ციფრები სწორად მახსოვს შეიძლება სახელი ამერიოს ხოლმე მაგრამ ზუსტად ვიცი რომ 6819-ია არის просто საჰი მუსლიმში ნახე აბა საჰი მუსლიმში შეიძლება მანდარი და მან ჩემი მაგას შემიშალა ამა და მე დაუბრუნდე საკითხს ამას უბრალოდ ანუ მარტივი მაგალითი მე მგონი აბა რო გადაამოწმო თუ შეგიძლია და მითხრა ზუსტად რომელზე საჰი მუსლიმში ნახე თუ არა და გავთიშა 2 წამი წერია 6819 მანდ იპოვე ეგ მუხლი წაიკითხე Hammam bin Munabih said Abu Hurairah narrated us a hadith from Allah's Messenger sallallahu alaihi wasallam and out of these one is that Allah's Messenger sallallahu alaihi wasallam said none amongst you should make a request for death and do not call for it becomes call for it before it comes for when any of you dies he increases to do good deeds and the life of a believer is not prolonged but for goodness. ეს აშკარად სხვა არის.
ანუ ნახე ანუ არა იდეაში სწორად გითხარი ანუ ეს არა ხვია საჰი ბუხარი იყო სწორად გითხარი 6819 არის ჰადისი აი მოიცა მე გავხსნი თუ გინდა აღერა ახედან ლეპტოპში გავხსნი და ახედან წაგიკითხავ მაგ ჰადისი ნახე საჰი ბუხარი 6819 ეს ჰადისი Jews and Jewesses were brought to Allah's messenger on a charge of committing an illegal intercourse. რასაც კითხულობდი იმ სიტყვას აღარ ვიტყვი. The prophet asked them, what is legal punishment in your book, Torah? ანუ წიგ თქვენს ნახე they replied our priests have innovated the punishment of რაღაც ახ არის რომ blackening their faces და ანუ ჩახოვის და Abdullah bin Salam said Allah's messenger tells them to bring Torah ანუ Torah მოიტანეთ ამ შემთხვევაში მაგის დასამოწმებლად the Torah was brought and then one of the Jews put his hand over divine verse of the Rajam ანუ divine verse საღვთო მუხზე ხელი ააფარა Torah-ზე divine verse of Rajam and started reading what preceded and what followed it ანუ იმ მუხზე ხელაფარებული კითხულობდა ხო ჩემთან რატო არ წერია ეგრე აი ნახე არა კაცო ჯერა რომ კითხულობ შენს რაღაცას მაგრამ მე როგორც სუნა წერტილი გონია და ჰადის კითხულობ პროსტა რაღაცას კი არ გიკითხავ ანუ შენთვის ეს არის აუთენტური ჰადისი არა უბრალოდ მე სადაც მოვძებნე მე არ ვარ მაგ საიტზე ეგ ბევრად სანდო წყაროა რეალურად ჩემთან უბრალოდ არ ჩანს იგივე და ხო ანუ ეს უბრალოდ ახლა ეს რატო გაჩვენე ხა მე ეს ახლა რატო გადავედით ამ საკითხზე ნახე ანუ თემა რა არის რომ ხო რო დაწერილი რო იყო რომ ეს წერილობითია ვიღაცები ამბობენ წერილობითი არა რომ წერილობითი ეგ რო დავამტკიცო საღვთო მუხლი იყო ეგ რო დავამტკიცო და მე მეორე აქ ყურანშიც კი არის წერია თორა და ინჯილის ნაწილს ამტკიცებსო ყურანიო რაღაც კონკრეტულ მუხლებს არა თორას და ინჯილსო ანუ მაგალითად ინჯილში თუ წერია რომ იესო ჯვარსაცვეს და ყურანში თუ წერია რომ იესო ჯვარსაცვეს და ყურანი ამბობს რომ ყურანი ინჯილს ადასტურებს ყურანი უკვე ინჯილს ვეღარ დაადასტურებს და მაშინ სიცრუე ყოფილა ანუ ეგ პრინციპია ხო ხტები ანუ არგუმენტი ეგ არის რა ნახე მაშინ ლოგიკურად ხო არა მივხვდი რასაც მეუბნები ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი თემატიკა არის და ეხავს რომ უბრალოდ ძალიან გვიანია თუ ადრეა თუ რავი როგორც არის დიდი ხანი ვერც მე ვერ გავჩერდები მაგრამ ნახე ლოგიკურად რა ისევ თითქოს არც ერთი რელიგიის მიმდევარი რაღაცა ეგრე რო შევხედოთ ობიექტურად ღმერთი ხო არასწორ ბრძანებას და არასწორ ინფორმაციას არ გამოაგზავნის თუ რაღაცა ხო მითანხმები რომ არ გამოაგზავნის კი ბატონო თუ რაღაცა სიტყვაზე აი 1 2 და 3 ესე ავიღოთ თორა ინჯილ და ყურანი რა თუ გამოიგზავნა ერთი და დროთა განმავლობაში მისი აი ისევ ძალიან ზედაპირულად და გლეხურად როგორც ასეთი ესე განსჭიხა თუ განვიხილავ ამ თემას ერთი მოვიდა ან შეიცვალა ნუ ძალიან ცხადია ხო რაც ხდება რომ მენა არ არის ღმერთის საქმე რაც დღეს ხდება მაგათი მხრიდან ერთი ან შეიცვალა ან რავი ბევრი ამბობს რომ ის თავისი დროისთვის იყო და რაღაცა ხო მაგას მეც ვეთანხმები არ ყოველწილად მაგრამ მოვიდა მეორე და ეს პირველი თუ უკვე ან უარყოფილია ან შეცვლილია ან ასე შემდეგ ანუ ახლა მეორეთი უნდა გამსაჯოთ რეალურად პირველი ხო ხო მაგრამ წერია პირიქით რომ ანუ ინჯილით უნდა განსაჯოთ ყურანი და არა პირიქით ანუ სტანდარტი ინჯილია ანუ მაგრამ მე მგონი მივხვდი ხო რასაც ვამბობ რომ ნახე თოკო უძმეს ნახე რატო არ მოყვები შეხედე ჩემი აზრით არგუმენტი კარგად არ გესმის რას გულისხმობ აი ნახე რაღაც ჯესეთი იუდეველებისთვის თორაში კი არ არის პრობლემა იუდეველები თორას არ მიყვებიან რეალურად რაც წერია და ეგ პრობლემა აქვს თორე თორას არანაირი პრობლემა არ აქვს ზოგადად თორა სრულდება ახალ აღთქმაში ანუ ეს ანუ წინასწარმეტყველებები თორაში რაც არის ყველაფერი ახალ აღთქმაში ასრულდა და ახსრულდა ანუ ქრისტემ აღასრულა რჯული მაგრამ თემა სხვა რაღაცა ნახე არგუმენტი რატო არ გესმის ისე აი მაგალითს მოვყვან უფრო ძალიან გავამარტივებ აი ვაფშე ამას არც სწავლულობა ჭირდება არც რელიგიის ცოდნა არაფერი ლოგიკურად მოვყვან მაგალითად აი წარმოვიდგინე რომ დაუშვათ შენ ამბობ თოკო ჩემზე ნეოზე ამბობ ესეთ რაღაცას რომ ნეო იყო გუშინ ბათუმში აი დაუშვათ ესა შენი განცხადება და მე ვამბობ ესეთ რაღაცას აქედან თოკო მართალია მაგრამ მე გუშინ ბათუმში არ ყოფილი
აი ხა ნახე თემა რა არის, საქმე რაში არის, აი რა პრობლემა. მე ყველა ვარიანტში ვიტყუები და რატო ვიტყუები გეტყვი. შენ თუ მართალი ხარ, ანუ შენ თუ სიმართლეს იძახი, მე ვიტყუები, იმიტომ რომ ვიძახი რომ მე გუშინ ბათუმში არ ვიყავ. მაგრამ შენ თუ მართალი არ ხარ, ანუ შენ თუ ვიტყუები, მე მაინც ვიტყუები, იმიტომ რომ მე შენზე ვიძახი რომ მართალი ხარ. აი ხო მიხვდი რას გეუბნები, აი პრინციპი, აი კიდე ესა მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ რა, აი ხო ხტები, აი შენ ამბობ, მაგალითად იმის რომ ნეოს მანქანა ყავს. ეს არის შენი განცხადება. მე ვამბობ, თოკო მართალია და მე მანქანა არ მყავს. მე შენ თუ მართალი ხარ, მე ვიტყუები, შენ თუ მართალი არ ხარ, მე მაინც ვიტყუები და რატო გეუბნები ნახე? შენ თუ სიმართლეს ამბობ ნეოს მანქანა ყავს, მე ვიტყუები, იმიტომ რომ მე მანქანა არ მყავს, მაგრამ შენ თუ სიცრუეს ამბობ, რომ ნეოს მანქანა ყავს, მე მაინც ვიტყუები, იმიტომ რომ შენზე ვიძახი, რომ სიმართლეს ამბობ. პრინციპს მიხვდი, ანუ დაჟე, აი ბიბლია სიმართლე რომც არ იყოს, აი სულ რო გადაკეთებული იყოს მაღაზე რომ დაგეთანხმო დიდი სიამოვნებით, ყურანი მაინც ჭეშმარიტი არ არის, ანუ არგუმენტი სიძლიერე მინდა დაიხმარ, ანუ სწორად შეაფასე. ანუ ეხლა რაცა უნდა თქვა, ანუ რატო უწოდებენ ამას დილემას, ისლამის დილემას, რომ ანუ იმასაც კი რომ მიეწვე, იმ ხაზს რო გაყვე, რომ ბიბლია არის გადაკეთებული, დამახინჯებული ეს და ასე შემდეგ. მაინც ყურანის ჭეშმარიტობას ახმარ პრობლემა. ანუ არგუმენტს ვაფშე არ აინტერესებს ბიბლია რეალურად ჭეშმარიტი არის თუ არა. სხვა რაღაცაში მდგომარეობს არგუმენტი. აქ ყურანის განცხადება არის რეალურად პრობლემა, რაც თვითონ გამორიცხავს თავისთავად ჭეშმარიტობას ეს არის და ეს მეტი არა. ისე ნახე ვაღიარებ ძალიან ესე გახსნილად, იმიტომ რომ მე მაგაში სასიუცხოს ვერაფერს ვერ ვხედავ. თქოდნა როგორც ასეთი ეს ალულებს როგორც აქვს თუნდაც რა, ისეთი რადგან არ მაქვს ფიქრობ, რომ ეგ ძალიან მაგრად მაყოვნებს ბევრ რაღაცაში და ახლაც რომ კარგად გამოკვეთილად და ჩამოყალიბებულად და მით უმეტეს ყურანის ან ჰადითის ხსენებით, quotation როგორც არის ქართულად. ძალიან TikTok-ით გამომივიდა უკაცრავად, მაგრამ იმ ხაზების ამოღებიდან რა. და მაგის დახმარებით ვერ გაძლევ პასუხს, ასე ვთქვათ, მაგრამ არის ძალიან ბევრი სწავლება, როგორც ყურანული, ასევე ჰადითებიდანაც, რომ კი ადასტურებს იგივეს. აი მაგალითად, იესოს ალეისალამ რომ მამა არ ჰყავდა, მაგაში ვეთანხმებით. იმაში ვეთანხმებით, რომ წინა აღქმები იყო, ასევე იმაში ვეთანხმებით, რომ ძალიან მამა არ ყავდა, ბოდიში თქო, ვერ გავიგე, კარგად რა სახი? მამა რა? ვერ მიხვდი. იესოს ალეისალამ ხო ბიოლოგიური მამა არ ჰყავდა, ადამიანური მამა არ ჰყავდა. ხო, მაგაში ვეთანხმებით, ანუ იმ რაღაცებს ვამბობ ახლა რაშიც ვეთანხმებით და ამ ყველაფერს ადასტურებს ყურანი. აბსოლუტურად. მაგრამ ეგ pick and choose-ია. ირჩევ რაც გაწყობს, pick and choose-ია. აი აღწერია არა კონკრეტული მუხლები, ინჯილი, თავიდან ბოლომდე ინჯილი წერია და არა რაღაცა კონკრეტული რაც გაწყობს. ანუ pick and choose-ი არ შეიძლება. ზოგადად ისლამში იგზალება. როგორც ასეთი, ნახე უკვე პატარა კითხვა, ინჯილ და gospel ქრისტიანული გადმოსახედიდან ან შენი გადმოსახედიდან ერთი და იგივეა? ინჯილ და gospel ერთი და იგივეა. შენი გადმოსახედიდანაც. არა, იმიტომ რომ ბიბლია ძალიან ბევრი ადამიანის მიერ არის დაწერილი. არა, თქო, ბოდიში რო გაწყვეტინებ. არა, თუ ხომ მკითხე რომ ერთი და იგივე არის თუ არა და ანუ თვითონ სიტყვები ერთი და იგივე, მაგალითად ალაჰ ხო ღმერთს ნიშნავს მაგენაზე და ამ შემთხვევაში რომ მკითხო ალაჰი და ღმერთი ერთი და იგივე, ანუ თვითონ სემანტიკურად ეგ ეგრეა. ეხლა შენ შინაარსში ჩადიხარ, მაგრამ ინჯილი gospel-ს ნიშნავს თვითონ სიტყვა დეფინიციურად, ანუ მაგენაზე. ინჯილ არის gospel, ანუ სახარებას აი რომ სხვანაირად გეტყვი უფრო მარტივ, აი gospel და სახარება ერთი და იგივეა, ნეო რომ მკითხო, გეტყვი რომ ანუ ერთი და იგივე სიტყვა, dog და ძაღლი ერთი და იგივეა, კი, dog და ძაღლი ერთი და იგივეა ცხადი. ხო, არა, ნახე, მე როგორც ასეთია ეს იოანეს სახარება, მათეს სახარება, ლუკას სახარება და ასე შემდეგ, სხვა არის, ასე ვიტყვი, მოდი, არ ჩავიძიები ძალიან და ის ცოდნა, ის წიგნი, რაც იესოს გადასცა, ასე ვთქვათ, ღმერთმა რა, ალეისალამ, არის სხვა. მაშინ კითხვას დაგისვამ. კითხვა რომელსაც ანუ არ დასდროს არ სადან მინახავს რომელიმე მუსლიმ აპოლოგეტს. პასუხს გაეცა, ეს არის ჩემი საყვარელი კითხვა. What is the Injil? რა არის ინჯილი? მაშინ ეს უნდა მითხრა და იმათ. სად არის? დაგვილინკე. პირდაპირ როგორც მახსოვს ნიშნავს კარგი ამბავი რა, ну, აი good news იმენა, ეგეთი ვარიანტია. ხო, კი ბატონო. რა არის და სად არის? მაგას გეკითხები. აი ეგ არის ზუსტად საქმე, რომ აღარა გვაქვს. არ არის. არის ნაწილი შემორჩენილი არის ბიბლიაში და არის ძალიან ბევრი ისეთი ნაწილი, რომელსაც ქრისტიანული სკოლარებიც კი
თუ ქრისტიანობის სკოლარებიც კი ამბობენ, რომ აი ესა და ეს ამონარიდი უდიდესი ალბათობით, რადგან დამადასტურებელი იმენა ესეთი წერტილები არა აქვთ, რომ აი თქვან რომ ეს არის ინჯილ. ნუ არ არის, მაგრამ როდესაც იესო თვითონ არის რაღაცას ამბობს, ასე ვთქვათ, რომ ეს ესეა, რა თქმა უნდა, ის რაღაცა ინჯილის ნაწილი არის, ან როგორც ჩვენ ბიბლიის ვარიაცია. როგორ? აღარა გვაქვს პრობლემურია. ანუ მაგის თქმა, იმიტომ რომ სიტყვაზე მე ვკითხულობ ყურანს, ანუ ყურანს ხო დროში არ აქვს შეზღუდვა. მე ვკითხულობ ყურანს დაუშვათ, ეხლა დღევანდელ დროში მეხუთე სურას 46-47 აიათს და მეუბნება ყურანი, რომ ინჯილის მიხედვით უნდა განსაჯო. ინჯილი თუ აღარ მაქვს, ანუ ეგ კიდე უარესი პრობლემაა. მაგას ჯობია თქვა რომ გადაკეთებულია, იმიტომ რომ თუ არ არსებობს საერთოდ, ანუ არ არსებულ კონცეფტზე თუ არის საუბარი და ანუ აწყო დროში მე მაგას რო ვკითხულობ, აბსოლუტურად არ არსებობს თუ მაგას არ ვამბობ. მაგრამ შემდგარი აი ესე შეკრობის საფრთხე არ არის. სადაც ნებისმიერ სად არის მითხარი ინჯილი ან თორა რომელიმე მითხარი სადა ანუ რა არის ან სად არის. ანუ შენ თუ ახალ განმარტებას შემოგთავაზებ თორას და ინჯილის ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მაშინ განმარტებას. არა რატო ეგრე ნახე რა სარკასტულად რატო. ნახე თორა. არა უბრალოდ გეუბნები, არა მე მქონია ეგეთ შემთხვევას რომ ვიღაცამ განსაზღვრა რომ ეს არის და მე ვიკვლიეთ მაგრამ არის თუ ეგ არა და აღმოჩნდა რომ ეგ არ არის და მაგიტომ მომენტ მესმის, იმიტომ რომ მეც რომ მაგ რაღაცა შენ დისკუსიებით ძალიან ცოტა მაგრამ რეალურად ნახე და მოსმენილი, ვინც რა მუსლიმია, სუნიტიც მინახავს და რო თქვა რომ სუნიტი ვარო, მაგრამ ვერ გამოდიოდა სუნიტი და ზოგი რაებს ლაპარაკობს ხოლმე შოქში ვარ. რა მესმის. არ ვიცი, რა თქმა უნდა, ერთმანეთის მხრიდან რას როგორ ხედავ, თუმცა ნახე თორა როგორც ასეთი წიგნი შემდგარი რაც არის, ხო გადაეცა მოსეს, ექსლამ. ხო ღმერთმა მისცა, ასე ვთქვათ, ეს რაღაცა და მე ეს დაიწერა პირდაპირ ესე ციდან წიგნი ხო არ ჩამოსულა რა და აი ეს შემდგარი ორიგინალი წიგნი, ასე ვთქვათ, პირველი სახე რაც იყო, ის იყო თორა. დღესდღეობით უკვე კაცმა არ იცის, იმათ მართლა აქვთ, არა აქვთ, ცუდად კითხულობენ, არ კითხულობენ, რა ვიცი, დასაკეთებელი. ხო, მაგრამ ანუ როცა მაგალითად ყურაში როცა მაგ მოწოდება ინჯილის მეშვეობით, ანუ შემიძლია დავადასტურო ყურანის ჭეშმარიტობა, თუ ინჯილი არ არსებობს, მაშინ ყურაში ეგ ვაფშე არ უნდა ეწეროს. ამიტომ ნახე, მაშინ ჰადითებიც არის, სადაც არ მახსოვს, აი არ მიყვარს ხოლმე რა, ესე როცა არ მაქვს ცოდნა, იმენა ნერვები მეშლება, მაგრამ არის რაღაცა ჰადითები, სადაც ინჯილიდან ტექსტი არის ამოღებული, ასე ვთქვათ რა და დღევანდელ რაღაცებს. მე გეკვის ახლა ძალიან საინტერესო რაღაც. ეხლა ისტორიულ დისკურსში წავალ ცოტა ხანი, აი ნახე, აი მანდ მე-6-მე-7 საუკუნემდე, ეხლა მე გეუბნები მუჰამედის პერიოდამდე, სანამ მაქამდე მიხვალ მაქამდეც კი, ნახე. ინჯილი რო არსებობს და არსებობს ეს ხომ, არა ნახე, დაჟე არსებობდა, აი მე-3-მე-4 საუკუნეში უკვე აქტიურად წამოვიდა ინჯილის განმარტებები არსებობდა. ანუ აი როგორც არის ხა რაღაცა განმარტებები, რაღაცები, აფსირები, რაღაცები როგორც მანდ, განმარტებები. ანუ გაშინა არსება და დოგმატები იყო ჩამოყალიბებული. აი, ეგ იმხელა წიგნებია მაგ ინჯილის სწავლებაზე, რომ აი იმხელა წიგნი რო აღგივარდეს ფეხს მოხტეხავს. აი ძალიან დიდი, ეგ მე გეუბნები მე-4, მე-5 აი იოანე ოქროპირი, აი ისინი ნახულა, უკვე უამრავი საეკლესიო მოძღვარია ჩვენ წმინდა მამებს ეძახით მათ დაწერეს უამრავი შრომა და ნუ ინჯილზე ის არის. მუჰამედის პერიოდში, აი თუ მეტყვი რომ მუჰამედის პერიოდში იყო სიტყვაზე, ჩვენ გვაქვს მუჰამედის პერიოდში არსებული ინჯილის სახარების ჩანაწერები, ანუ როგორც ისტორიული დოკუმენტები. ანუ გვაქვს თორას რაც შეეხება, აი შენს მოვსგებსები, თვითონ თორას რაც შეეხება, აი თორაზე ისტორიკოსები არ დაობენ, დაჟე თორა ისეთი რაღაცა, აი თორაზე არავინ არ ამბობს, რომ აი რამე სხვა თორა შეიძლება არსებულიყო. თორა არის იმენა, აი ყველაზე აი ისეთი დადასტურებული ზია, აი ეს თორა, აი ხმას არ იღებს არავინ. ყველაზე ისეთი პონტი, იმიტომ რომ სხვა თორა არც იყო, აი იუდეველებს, აი ყველა რა ისტორიულ იმაშიც არ უნდა წახვიდე დისკურსში, ყველგან აქვს ერთი თორა. მარტო ეგ არის 5 წიგნი მოსესი და всё უმეტი არაფერი. ასე რომ ხოლმე იქნება. ნახე, თარგმანი ცხოვლის, მერე დროთა განმავლობაში გადაწერა ცხოვლის, მაგას მე ვერ შეგედავები და არ შემოვა მაგაში დისკუსიაში, რომ თორა შეცვლილი არ არის შეცვლილი რა. მე ჩემი ცოდნიდან გამომდინარე და ჩემი რწმენიდან გამომდინარე, ვფიქრობ და მწამს, რომ არის შეცვლილი, თუმცა, ნუ ამას არ. ხო, მაგრამ შეხო აღიარებ, რომ თორა ღმერთის სიტყვა არის. ამ შემთხვევაში მაინც იყო ავტის დროზე პირველ ყოფილი რაც იყო ეხლა თქო ერთი თხოვნა მაქვს შენთან ჩემი თხოვნა წაიკითხო ყურანიდან მე-6 სურას 114-115 აიათები აი ჩემი თხოვნა ეს აი ეხლა თუ შეგიძლია ხმამაღალ წავიკითხო მე-6-ს 114 115
Shall I seek a judge other than Allah, right? დავერწამი ძალიან ცუდად ჩანს. Okay, shall I seek a judge other than Allah, right? While he it is who has sent down to you the book fully detailed. Those to whom we gave the scripture know that it has been sent down from your Lord in truth. So do not be among the doubters. ეგ არის მე-14 რაც აიკითხე. მე გითხარი მე ნახე ქართულად წავიკითხავ. აი გავიგე, ნახე, აი ქართულად წავიკითხავ, სხვებას რო გაიგონ კარგად, ნახე. განავეძიო მსაჯულად ალაჰის გარდა და იგია რომელმაც ზემოგივლინა წიგნი დაწვრილებით განმარტებული. და რომელთა ჩვენ ვუბოდეთ წიგნი შვენივრად უწყიან რომ იგი ზემ მოვლენილია შენი ღმერთისგან ჭეშმარიტებით. მაშ ნუ იქნები ეჭვიანთაღანი. და მე 115 მუხლი ეს არის მნიშვნელოვანი key point-ი ახლა ნახე საყვანძო მომენტი. და სრულყოფილ იქნა შენი ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტად და მართლად მისი სიტყვების შეცვლა არავის ძალუც ყოვლის მსმენი და ყოვლის მცოდნეა იგი. აი ხა ნახე ეს რას ნიშნავს? წერან მეკითხეს თორა არის თუ არა ღმერთის სიტყვა შენი მხარი რომ იყო. კი. მე-6 სურაში 115-ში წერია რომ ალაჰის სიტყვების შეცვლა არავის არ შეუძლია, იმიტომ რომ მიზეზიც არის დასახელებული რატო ვერ შეცვლის. და ეს მიზეზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა რომ ყოვლის მცოდნეა. აი ყოვლის მცოდნეა რას ნიშნავს? იცი აი მაგალითს მოვყვანო, აი ქრისტიანებს რო ახდე ეჭვი, აი სულელი ქრისტიანები ვინც არის რომ ბიბლია მოვიდა ჩვენამდე კაცო, კარგად არის მოსული იქნებ რამე ამოიღეს, იქნებ რამე შეშ სულელო. ღმერთს თუ უნდა რომ თავი გაგაცნოს გამოცხადებით. წიგს ვერ მოიტან შენამდე? ხო, ანუ ქრისტიანებს უხსნი მაგას, ხო ხდები? ჩემები ვინც არიან, ვინც აი ურწმუნოება ვისაც ებარება, ღმერთს თუ უნდა რომ თავი გაგაცნოს, რა პრობლემა ყოვლის მცოდნეა და ისმის რა გარემოებაში, რა შთაგონება უნდა მიუვლინოს კონკრეტულ ადამიანს, რომ ის წიგნი მერე თაობებს მოყვეს, ისტორიული ყოვლის მცოდნეა და განსაზღვროს მაგრამ. ეხლა ნახე ახ პრინციპი რა არის? თუ იტყვი, აი ხა ნახე ახ სიტყვაზე რა თუ იტყვი რომ იყო და აღარ არის, ეგ ნიშნავს რომ პირდაპირ ეწინააღმდეგე ამბობს, იმიტომ რომ წერს რომ ალაჰი რომ ჩემი სიტყვების შესვლა არავის არ შეუძლია და მაგარ მიზეზს ასახელებს, რაც მომწონს. ყოვლის მცოდნე, ანუ ალაჰს ეგ უნდა სცოდნოდა რომ თორას შეცვლიდნენ. ეგ შეუძლებელია მაშინ ხომ? ასე რომ მაშინ ეს სიტყვები აღარ დაიწერებოდა. და ეგ მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მე თუ ვინმე იტყვის შეიცვალა, გაქრა, აღარ არის ასე თქვა, მაინც გონია რომ სულ ლოგიკას თავი დავანებოთ ყურანში ეწინააღმდეგება. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაც არის ეგ არის რა. Okay, ეს ძალიან საინტერესო თემატიკა გადაიშალა ახლა და ძალიან მიერორი, რომ აიღო. იმიტომ რომ აქ აშკარად რაღაც სუსტი წერტილი აღმოაჩინეთ და სასწაული და წასაკითხი მაქვს, მაგრამ ნახე ღმერთის სულ ლაივში შემოყვა ჰენდშეიკი კონდა შვენი. აი ეს იყოს. აი შენ რო შემოხვალ, სულ გამიხარდება შენი შემოსვლა. მე მიხარი, ანუ ინტელექტუალურად გულწრფელი ადამიანები, ჩემთან ლაივში welcome არიან, რამ სოფხელობისას არ უნდა იყოს, არა ჩემთვის უშუალოდ. ასევე ხო, ნუ ფავორია ცივილურობა და სიჯანსაღი რა. და რა თქმა უნდა, პირდაპირობა და აი ინტელექტუალურად აი გამართულობა რეალურად საბოლოო ჯამში რა. აქ როგორც ასეთი აი მაგიტო მომეწონა ეს თემა, რომ ტაფსირები როგორც ასეთი არ ვიცი რა, აშკარად. მაგრამ ღმერთის სიტყვის შეცვლა არავის შეუძლია, მან უფრო ყურანიდან გამომდინარე აღვიქვა მე მაგას და ამავდროულად არის აიათიც აია ყურანში რომ ვაი მათ ვინც თავისი ხელით წერენ რაღაცებს და ამბობენ რომ ღმერთისგან არის. ღმერთის სიტყვის შეცვლა იმას ნიშნავს რომ ღმერთმა თქვა და ანუ აი ეგ რომ ღმერთმა თქვა მთლიანად და ეგ რაღაც ადგე და შეცვალო და ღმერთმა მერე სხვა აი წახვიდე წარსულში შეცვალო და ღმერთს ხვანაირად ათქმევინო, ხო? რაღაც ეგეთი ვარიანტი გამოდის და რა თქმა უნდა, ეგ არის ყველანაირად შეუძლებელი რა. სხვათა შორის მე ვახსოვს ზეპირად ეგ რომელი აიათიც არის. ეგ მეორე სურა, სხვათა შორის ჩემი საყვარელი სურაა ყურანიდან, იმიტომ რომ მან ყველაზე მეტად დასტურდება თვითონ ინჯილის და თორას ჭეშმარიტება. მან ხელთ ქონდათ, ანუ ნახე
ზოგადად რაც არ გაქვს ჭეშმარიტად იმის რაღაცა სიტყვაზე რამის გაკეთება ეგ არის შეუძლებელი. ანუ მანდ არის საუბარი კონკრეტული პიროვნებების სულ სწავლებებს. ეს არის პირადი მოძღვრებები, პირადი ჩანაწერები. ანუ პირადი ის და არა თვითონ ის რომ იმას ეხება. ეხლა სიტყვაზე ადამიანს შეუძლია აი სიტყვაზე ყურანი აქვს და ყურანში რაღაცა წაშალოს მარკერითან რაღაცა ჩაწევ. ის ყურანს არ ცვლის. ანუ მიხვდი ანუ თვითონ მაგ იდეას ყურანის მაინც არ იცვლება. ხო მიხვდი რას გეუბნები პირიქით ეგ ადასტურებს რომ აი ნახე ეგ მეორე სურა არის. აი მე მაქედან ერთი მუხლე მინდოდა ისე რომ წამეკითხა ერთ-ერთი არის ეგ არის 51 ხო შენ რაც ამბობ ეგ არის 69 მე რაც მინდოდა ეგ არის 51-დან იწყება და ის არა ხედა მე არის მე კიდე მე რაც მინდა 80 და თუ 90 ანუ მე 80 მაგრამ ეხა მახალე ამას იმას კიდევ წაკითხავ ნახე რა წერია და იწამეთ რაც მოვალინე ყურანი მე იმის დასტურად რაც გააქვთ აწყო დროში თქვენ თორა და პირველნი უარყოფთ მას ჩემი აეთები მცირე რაც ფასეულობად არ გაყიდოთ და გეშინოდეთ ხოლო ჩემი და არ მოასხათ ჭეშმარიტება სიცრუის სამოსი არ დამოულო ჭეშმარიტება რამე თუ თქვენ უწყით და აღავლინეთ ლოცვა და ნუ რაღაც ახლა წერია და აი მე არის გაგრძელება რა ნუ თუ ხალხს სიკეთე შეაგონეთ და თქვენ თავი გავიწყებათ განა არ მოუხმობთ გონებას როსოა თქვენ ხართ ღვთიური წიგნის მკითხველნი თორას მაგას ეუბნება აქ იუდეველების მიმართ არის მიმართო ასე რომ აი ეს პრინციპი არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი მე ამას ხშირად უკითხავ ხოლმე ან როცა ღრმად შევდივართ ასე ვთქვათ მაგ საკითხის განხილვაში რომ მათ აქტუალურად გააჩნიათ ანუ რომელი აი იყო მეორე სურა 41-დან 44-მდე წაკითხე მე ისე 41 აი ეს. ოკეი, აი, მადლობა. ხო, რაღაცას ამბობდი და გაგაწყვეტინებოდი. არა, არაფერს არ ვამბობდი, თქვი, სიდო რატო გავიდა და. აუ, ძალიან დიდი მადლობა. საჩუქრის იმაჩუქა. თოკა, მადლობაც, აუ ძალიან დიდი მადლობა. 2 წამი სიდოს მიწერო რატო გავიდა 2 წამი მეგობრო. კომენტარები გათიშულია თუ ჩემთან არ ჩანს? არა, არის აქტიური. როგორ გამოვაჩინო? გონი აი გვერდზე უნდა გადასრყელო მგონი. ხო, კი, მადლობა. იუწერესის ასე რომ ხო მეგობრებო ხო ნუ ჩემი აზრით აი უსია იყო საინტერესო ამაზეც თუ შეიძლება ჩემ გადმოსახეთს გავაზიარებ და მე უკვე ნამდვილად დავიშალოთ მე მგონი ძალიან ისე არაჯანსაღი დრო არის უკვე რომ არ გვიძინია არავის ამ დრომდე და 41-ზე ასე ნაწილ დავუყვები უცებ ლაკონურად ვიტყვი რაღაცებს უღრმესი მადლობა ვიქა მადლობას გიხდით მადლობა მეგობრებო საჩუქრისთვის გაიხარ გისმენთ ოყოს მოვოდიში ესეთი ისრაელის შვილებს მოუწოდებს ღმერთი რომ ყურანის იწამოს და კი ადასტურებს სიმართლეს თორაში და წინა ასე ვთქვათ მეებში ხო სიმართლეს ადასტურებს თორაში და ინჯილში მაგრამ ნუ ის თემა არის რომ ღმერთის ნიშნები არ უარყო რა ხო ეგრე გამოდის და ისიც არის რომ აზრთა მიმოცვლის ეს არის რა мотиваცია არის ასე ვთქვათ არის ასევე კრიტიკულობა მერე შემდეგში რომ არ შეურიოთ do not mix the truth with the falsehood while you know it მე მგონი ესე არის ინგლისურად while you know it actually ეს არის აქტუალურ დროზე საუბარი yes okay good ხო ნუ როცა იცი რაღაცა რომ სიმართლეა იმაში სიწრუე არ უნდა შეურიო და მაგაში მნიშვნელოვანი მანდ ეპისტემოლოგია საიდან იციან ეგეც მნიშვნელოვანია რომ თორადან იციან ხო კი იმიტომ რომ თორაშიც ღმერთის სწავლება არის ხო თორა თუ სიმართლეა მაშინ ქრისტიანობა სიმართლეა ვერ დაგეთანხმები რეალურად მაგაში მაგრამ ოკეი აი რატო წინააღმდეგები მაგალითად ღმერთი არის მულტიპიროვნული თორაში. ანუ ღმერთი არ არის ერთი პიროვნება, წარმოიდგინე. ანუ სულწევია მზგავსი.
რითი შეგილია რომ და დაუკიცო ჩემი ზღვები მინდა თუ შეიძლება ლოკოკინა ხო არ გინდა ამ შემთხვევაში რამე პირველი მაგალითი შენ მოიყვანო დამტკიცების და მეორეს მე მოვიყვან ეს დაბადების 31 თავი არის ჩემი მაგალითი მე მოვიყვან წავიკითხო შენ თუ გინდა ლოკოკინა თუ არა და მე მოვიყვან ყველა დამტკიცებას ბევრი ადგილი არის ეგეთი მაგრამ აი მოდი რამდენიმე თორადან კი მეც ვაკ ერთი ფავორიტი და გეტყვი მაშინ თუ აი შენი ფავორიტი და მე ჩემ ფავორიტებს ხო ნუ ეგ არის ნუ სამი ანგელოზის ანუ მე-18 თავი არის მაგრამ მე კონტექსტი რო არ გავყვე და კონკრეტულ ორ მუხლამდე დავიდე არის მე-18 თავის 24 მუხლი სადაც ნათქვა მეა რომ აწვიმა იეჰოვამ ანუ იეჰოვას ანუ იაჰვეზე არის ძველი აღთქმის ღმერთის სახელი არის იაჰვე აწვიმა იაჰვემ სოდომსა და გომორას გოგირდით და ცეცხლი აწვიმე იაჰვეს აი ეგ არ მახსოვდა შენ თავს ვიცავ ეხა გამახსენდა ხო არა ბევრი არის მართლა ეგეთი ადგილი სადაც აი აუ ბიჭი საღო ეგ რა კარგად მართლები კი არის რამდენიმე მე ყველაზე მაგარი გამახსენდა მაგარი ჩემი აზრით არ არის ეს არის მაგრამ თორაზე რადგან ვსაუბრობთ კაი იქით აღარ წავთ თანახში კაი ოკეი ისე ზაქარიაში არის ბევრი ეგეთი ხო ზაქარი და ესე ვაპები ოკეი კაი ბაზარი კაი იყო ეგ კაი იყო და ეხა მე ვიტყვი მაშინ ერთს უფლის ანგელოზი გამოიცხადება აღარს და წერია რომ ეს არის მალახი იაჰვე პირდაპირ წერია რომ უფლის ანგელოზი ანუ ანგელოზი თვითონ სიტყვა ნიშნავს მაცნეს ანუ ანგელოზი არ ნიშნავს ყოველთვის ზეციურ არსებას ფრთებით ანუ მაცნეს ნიშნავს უფლის მაცნე საკუთარ თავზე იძახის რომ თვითონ არის ღმერთი ბეთელისა ღმერთის ღმერთია ანუ უფლის მაცნე ღმერთს გმობს ან სიმართლეს იძახის ჩვენ ვიცით რომ ღმერთს ვერ დაგმობს იმიტომ რომ უფლის მაცნე ეწოდება მას ანუ უფლის მაცნეც ღმერთია და დაბადების პირველი თავის 26 მუხლი ღმერთი ამბობს რომ ავლობითში შევქმნათ კაცი ჩვენს ხატა და მსგავსად ეს იქნება და ხო ნუ კიდე არის იქ ადგილები ეხა წები მაშინ მაგრამ 15 თავი იყო მე მგონი შესამოდი რომ უფლის სიტყვა პიროვნულად ესაუბრება ამ შემთხვევაში იქაც პიროვნებაა და ხო ნუ თოროში მაგ პრინციპს ვხედავთ რო იმას და უფრო მეტიც პავლე ამბობს მე მოსეზეს რაღაცას რომ მოსეს ყავს ქრისტე ნაწინასწარმეტყველები აი ჩემი აზრით გამოსვლის აი შენ თუ ვიცი ლოკოკინა ეგ მოხლებ თუ ახსოვს გამოსვლის 23 თავის მე-20-დან 23 მუხლამდე ანუ ჩემი აზრით მანდ ძალიან კარგად ჩანს ანუ კონტექსტი ვიცის ის გამო მე მგონი 24 თავის დასაწყისში არის და ბაქსათაშორის რაბინების ხო რაბინების განმარტება ძალიან საინტერესო არის მაგ ადგილას სადაც აი მთხრობელი ვინც თვითონ ღმერთი არის ეუბნება მოსეს რომ ადი ღმერთთან და მაგ განმარტავე რაბინები რო კი მაგრამ როგორ შეიძლება რომ თუ ერთიც ანუ ღმერთი ეუბნება ღმერთი როგორ შეიძლება მიმართავდეს რომ ღმერთთან ადი სხვადასხვა ღმერთი ხო არ გამოდის და რა განმარტება შეგქონდათ ეგეთი სხვათა შორის ეგ ძალიან საინტერესო განმარტება არის აი ორი იაჰვეს კონცეფცია იაჰვე ჰაგადოლ და ან დიდი იაჰვე და პატარა იაჰვე რაღაც ეგრეთი განმარტება გააკეთეს სადაც ორი პირი არის როგორც ერთი არის როგორც სახელად თქვა იაჰვე მე ვარ შოკირებული ადამიანი აი შოკში ვარ ბიჭო ადამიანს რა არ შეუძლია მოიფიქროს ოღონდ სიმართლე არ მიიღოს ბიჭო ორი იაჰვეს კონცეფტი შექმნეს არა და მაგათთვის კაცრად ერთი ღმე იუდაველებისთვის ანუ ეგ ძალიან ის მეორეს თითქოს სახელად თქვა მარტო იაჰვე მომთავზია ბოდიში საუბარი ჰა გამოსვლის 24 თავი იწყება როგორც მახსოვს მაგ სიტყვებით ანუ ადი ღმერთთან ან მოწოდება არის მაგრამ კონტექსტში წინა თავის ვინც ესაუბრება ისიც ღმერთი არის ანუ ორი პიროვნება ჩანს და თანახზე ვაფშე არ გადავალ რადგან თორაზე არის საუბარი იმიტომ რომ მუსლიმების ნაწილი არსებობს რომ ფსალმუნსაც აღიარებს როგორც ჭეშმარიტ ციკლს ამ შემთხვევაში სუნიტებისში როგორც ვიცი უბრალესობა ეგრე საბური ხო ქვია ხო და ნუ ფსალმუნს თუ აღიარებ ხო რა ვიცი მე როგორ მოახერხებ რომ ქრისტიანი არისო არ ვიცი ჯვარცმანი ნაწინასწარმეტყველები 1000 წლით ადრე არის ფსალმუნი დაწერილი მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ანუ ყველა მაგას ანუ აი 23 იყო რომ უფრთხილდი ისმინე მისი სიტყვა ნუ გააჯრება არ გაპატიებ შეცდომაზე მაშია ჩემი ხელი მაშია და მე არ ეგ და ანუ მე არის მე 24 თავის ის კონცეფტი რომ მანდ პრინციპი არასამო
ეხლა განმარტებელები ხო არიან კაცო ლოგოკინა მაგის რო სამებაში მიღუნები ხა ამ შემთხვევაში მაინც ქრისტიან განმარტებლებს ეკლესიის მოძღვრებს რო ისა რა ქვია სამება ტიპი მუსლიმი არის კომენტარებში კითხავს ქებაცა ქებას 5:16-ის ორიგინალი შეგიძლიათ წაიკითხოთ მაგას მე წავიკითხო ყურანიდან ანუ ის მაჰმადიმ რო არის ნახსენები და მუჰამედი უნდა იგულისხმებოდეს ანუ მაგად გულზე გულისხმობს ანუ ნაწინასწარ მეტყველების ის რო არის მუჰამედიმ პატივისცემით რო არის ხო კი ბატონო ხო მაგრამ მუჰამედი არა შეეხსნა ნუ როიცი ნამდვილად ერთმანეთს მაგიტო ვარ სხვადასხვა რელიგიაში მაგრამ მეგობრებო მე უნდა გავიდე რა ძალიან დიდი ბოდიში სხვა გაიხარე გამიხარა რამდენიმე რაღაცის თქმა მინდა ასევე დიდი ხანია მინდა ასე ვთქვათ ჩართვა და საუბარი და ძალიან სასიამოვნო იყო რავი ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან ერთი კითხვა მაქვს თქვენთან და ერთი კომენტარი ასე ვთქვათ კომენტარებში ვინც არიან მოდი ჯერ რაღაცას ვიტყვი მე კითხვას დავსვავ და ეგ იქნება და ეგ რა პირველი ნუ ეხა რა თქმა უნდა საუბარში ვარ და დიდად ვერ ვაქცევდი და არ ვაქცევდი ყურადღებას კომენტარებს, მაგრამ ძალიან ისეთი აგრესიული რაღაცები იწერება რა და მეგობრებო, რავი ახლა არ დავიწყებ იმას, რომ ეგრე ნულაპარაკობთ, მაგრამ როგორც ასეთი თუნდაც სარწმუნოებასაც ეწინააღმდეგება ეს, ნეოც ხშირად დაუსვავს ალბათ ამას ხას. პატივისცემა შევინარჩუნოთ, რაც მთავარია, ვფიქრობ, რომ არაფერი ისე მე არ მithქვამს, რომ ვიღაც თავს დავესხი ან უპატივცემულობა გამოვიჩინე, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. და კითხვა მაქვს ესეთი. როგორც ასეთი ისლამში არიან სწავლულები, არის ეს რაღაც როგორ თქვა ჰადითების დონეები, ხო, სანდობლობის მიხედვით და შემდეგ და როდესაც საუბარია იმაზე, რომ აი ტაფსირები თუნდაც რა, ყველა ადამიანის ტაფსირი, რა თქმა უნდა, არ არის მოწოდებული, რომ აი ეს წაიკითხეთ მაინც და მაინც ან რაღაცა, მანდაც არის იერარქია, რომ ეს ჯობს. ან ამან უკეთესად ჩაშალა, ან ამას უფრო სწორად აქვს გადმოცემული რა. როგორც ასეთი აი სანდობლობის დონე, როგორ შეიძლება რომ შეუფასო ქრისტიანული გაგებით, ანუ მართლმადიდებლური გადმოსახედიდან თუნდაც, რომ სიტყვაზე რაღაცების აი ეს church fathers როგორ არის? ეკლესიის მამები? ხო. აი რასაც ეგენი წერდნენ, ყველაზე სანდო წყარო რომლად მიგაჩნია, ასე ვთქვათ, რომ იქიდან გამომდინარე სხვადასხვა ანუ კრებებით შეგიძლია ეგ მიხვდეს, საეკლესიო კრებებით. ანუ სწავლებები, რაც საეკლესიო კრებებმა შეიწყნარა, იმიტომ რომ არის მაგალითად პირადი საღვთისმეტყველო აზრი, ცხადია შეიძლება მცდარი იყოს, ანუ ადამიანები ვართ, ყველა ადამიანის ხდება, ანუ თეოლოგუმენა, ანუ პირადი საღვთისმეტყველო აზრი. და ასე რომ ანუ კრებებით შეგიძლია მაგას მიხვდეს, ანუ დოგმატურად რაც აშინა არსებს, ანუ დოგმატური საკითხები რაც არის ამ შემთხვევაში, ანუ დოგმატური იმიტომ რომ აი ნუ ეგრე უნდა მოხდეს მაგის ახსნა განმარტება იმისთვის რომ ანუ სწორად გადმოიცეს ის კონცეფტი რაც ღმერთისგან არის გამოცხადებული, ასე რომ საეკლესიო კრებებით მიხვდები რა არის ამ შემთხვევაში დონე მაგისას, ანუ სტანდარტი ეგ იქნება და ეგრე განსაზღვრება. თუმცა ესე ანუ მე მგონი თქოს სხვა კითხვა, სხვა ინტერესის გამოდასვა წმინდა წერილის განმარტებაში იგულისხმე ხო ესეა? ნუ სანდო კონკრეტულად არ მაინტერესებს ასე ვთქვათ, რომ უფრო მეტად გულისხმობ განმარტებას, მაგალითად თუ გულისხმობ რამე კონკრეტულ განმარტებას, ანუ განმარტებები ზოგადად არის გაშინა არსებული. ნახე მაგალითად საეკლესიო მამებში შეიძლება ორი სხვადასხვა განმარტება შეხვდეს აბსოლუტურად სხვა კუთხით წარმოგიჩინოს ერთმა განმარტებელმა რაღაცა და მეორე აბსოლუტურად სხვა კუთხით, მაგრამ ეს კი ანიშნავს რომ წინააღმდეგო შეიძლება უბრალოდ ანუ სხვადასხვა რაღაცეებზე ამახვილებენ ყურადღებას რა, აი და ეს არის რომ ანუ შეიძლება შეხვდეს ამ. კი, არა, მესმის ისლამშიც, სუნიზმში არის რა ქვია, მადჰაბები, შაფი, ჰანაფი, მალიკი, ჰამბალი უნდა იცოდე შენს, მსგავსი სიტუაცია არის აქაც. მაგრამ ჩვენთან ისე არის, რომ ეს 4 იმამი არის ყველაზე ავტორიტეტული და მათი სწავლებები მიიღება, ასე ვთქვათ, რა ნებისმიერის მიმდევარი არის სუნიტი მუსლიმი. თუმცა როგორც კი ამ სწავლებებს ცდება, ასე ვთქვათ, ის გადის ისლამიდან რა. ხოდა მსგავსი რაიმე თუ არის, ოღონდ აი ისეთი, რომ დაუჯდე და წავიკითხო რა. თუნდაც სუნა.com-ზე რო შეხვედი, ძალიან სანდო ვებგვერდი არის ეგ ჩვენთვის, ასე ვთქვათ და რაიმე ეგეთი თუ შეგიძლია რომ ერჩიო, რომ
წავიკითხო რა, უბრალოდ რომ დავჯდე და ვისწავლო. მოდი მე გეტყვი მაშინ რამდენიმე განმარტებელს, ანუ მე ვინც ყველაზე მეტად მიყვარს. და ანუ მიხვდებით ამ დოგმატურ საკითხს, რაც ეხება, ცხადია, მაგრამ ეს არის იოანე ოქროპირი, მაქსიმე აღწერებელი და რა გრიგოლ ნოსელი. აი ამ სამ ადამიანს გეტყვი. და მე გირჩევ რომ მათ განმარტებებს თუ გადახედავ, ჩემი აზრით ძალიან ბევრი რამეს ისწავლე ამ შემთხვევაში, ანუ შინაარსობრივად რა, მაქსიმე აღწერებელი მით უმეტეს მაგრამ ხა თუ უნახავ რომ ცოტა რთულად ხსნის რაღაცას, აი მე ოქროპირის გირჩევ მაგალითად. აი ოქროპირი ყველაზე კარგი ვარიანტია დასაწყისისთვის. დასაწყისისთვის ძალიან მარტივი ენა აქვს და თან სხვათა შორის აი ოქროპირის განმარტებები ისეთი ენით არის დაწერილი, თუ რაღაცა რთული ადგილის შემხვდებოდა, ნახულობდი, მაგრამ როგორ რაღაც სტილი აქვს, როგორ იცი, ჯერ თვითონ კითხვებს ვავს ძალიან დიდი რაოდენობით, რომ აი თვითონვე თითქოს ართულებს, აი მაშინ ეს როგორ გამოდის, ეს როგორ ყველა კითხვას ამოწურავს, რაც ისე კრიტიკული შინაარსით შეიძლება გაჩნდეს. და მე კვანძებს პოულობს, აი იმდენად მარტივად გახსნის და ისე მიგახოდრებს, რა ეს შენ თვითონ მე თვითონაც მქონდა ეგ მომენტი, რომ ეს ზოგჯერ სიცილით დამეწყი, აი რაღაცა ელემენტარულზე რაზეც თავს ვიმტვრევდი, აი როგორ მარტივად ამოიხსნა და დალაგდა ყველაფერი. ხო და ნუ ხო ოქროპირი ყველაზე კარგი ვარიანტი არის დასაწყისისთვის. კი ბატონო, გაიხარეთ ძმო შეგეწიოს ისო გაიხარეთ, მადლობა ჩართვისთვის თქო.